მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს და წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე. ჩვენი სტუმარი იქნება დღეს ჩვენი მეგობარი ბატონი ლევან აბაშიძე. ლევან, გამარჯობათ, მაგალითად ჩვენთან ერთად ხართ. დღეს საუბრობთ ასეთ თემაზე, რომელიც პრინციპში შეიძლება ითქვას განყენებულია იმ მიმდინარე პროცესიდან, რომელიც ყოველ ქვეყანაში ან გლობალურად მიდის და უფრო ეხება იმას, თუ როგორ მოვედით აქამდე. როგორ მოვედით აქამდე უფრო ასე ვთქვათ საუკუნეთა მანძილზე და არა ვთქვათ რაღაცა ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში და ასე, თუმცა ესეც საინტერესოა დღეს რამდენად შეესატყვისება ჩვენი ყოფა იმას, რა თემაც უნდა განვიხილოთ. გულისხმობთ იმას, რომ წელს საქართველოს აღნიშნავს გაქრისტიანებიდან 1700 წლის თავს და წლევანდელი წელი ასე მოიაზრება, რომ არის რაღაცა გარკვეული თვალსაზრისით აი ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის პატივმიგების თარიღი, ასე ვთქვათ, ხო? მოდით ესეთი რამით დავიწყოთ ალბათ, ხო? თავისთავად არც გაქრისტიანების ისტორია, რა ქვია, ვთქვათ, უმტკივნეულო ზოგადად ხალხისთვის და ზოგადად ისტორიისთვის და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ესე ვთქვათ, გარკვეული ტკივილით, გარკვეული პრობლემებით მოხდა და ასე შემდეგ, თუმცა შემდეგ უკვე დღეს უკვე ალბათ წარმოუდგენელია, როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ერის ისტორია ქრისტიანობის გარეშე, ხო ასე? რას გულისხმობს, დიდი კითხვით დავიწყოთ, რას გულისხმობს ჩვენი ერისთვის გაქრისტიანება? აი ცივილიზაციურ ჭრილში რომ შევხედოთ ამას ამიტომ დღევანდელობასთან კითხვი, მაგრამ სიამოვნებაში აქტუალურია, იმიტომ რომ საიდან მოვედით და საცავალთ და ეს დიდწილად განაპირობა ამ მოვლენამ. მე მხოლოდ ის გულისხმობ, რომ რაღაცა ყოფილი თემას არ განვიხილოთ. ეს რომ ჩვენ ეს 1700 წელი ერთ-ერთი საბაბია, კარგი საბაბია, მიზეზი, როგორც ვთქვი, ესე ვთქვათ, რომ ამ თემებზე კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ და თან რო გითხრათ, რატო დავიწყოთ, რომ ვისაკლისებენ რაღაცა ჩვენ აი ფუნდამენტალურ საძირკველზე ნაკლებად ვიცლით, თითქოს შევშელოთ, ესე ვიცლით უფრო წარმავალ თემებზე ან ერთმანეთის, ამაში შედის თუნდაც ერთმანეთის ლანძღვა და თქვათ რაღაცა ეს მეორადია, მაგრამ არ მიდის ის საძირკველის კვლევა და თქვათ ის რაც არის რაობა და რაც არის ძივილითად. აი ამაზე თქვათ, სადოდა მე მართლა გითხოთ მელოდი, რომ ცოტა უფრო მეტი ინტერესი იქნებოდა, ეს საბაბი იქნებოდა და ჯერჯერობით ვერ ვატყობ ამ სიტუაციას. ჩვენ კი რაღაც ვფიქრობ ახლა ამ მიმართულებით და აი დღეს არის ამისი მცდელობა თუ შეიძლება ითქვას. ხო, დიდი მადლობა. ეს თემა ჩემი რაღაც განსაკუთრებული ინტერესი იყო სასულიერო აკადემიაში ვსწავლდი, სწორედ ავირჩიეთ ჩემ სადიპლომო თემად. მე ძალიან მაინტერესებდა სწორედ ადრეული ქრისტიანობა ზოგადად. და მათ შორის ეს ქართლის მოქცევა იმდენად ის იყო და რა კავშირებია და საერთოდ აი რომ დავიწყოთ, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენთვის ქართველებისთვის ეს ქართლის ცხოვრება არის რაღაცნაირი რუსთაველთან ერთად ბიბლიასავით არის და აი ნახეთ ბიბლია ყოველთვის ქრისტიანების საყრდენი წიგნია. საყრდენი წიგნია და ძალიან ბევრი კავშირებიც არის ბიბლიურ ისტორიებთან. ვიცით ეს და ასევე იცით როგორ ბიბლიას სტრუქტურაც ესეთი აქვს რა ბიბლიიდან გამოდის. ხო და როგორც ბიბლიაში აი ცენტრალური ქრისტიანულ ყოველთვის ჩვენ ბიბლიაში ცენტრალური არის ქრისტეს მოსვლა ჯვარცმა და აღდგომა რა ეს ყველაფერი ამის შემზადება და შემდეგ ამის შემდეგ ცხოვრობთ ასევე თითქოს ქართლის მთელი ცხოვრება არის სწორედ შემზადება რომ მიიღო ქრისტე და შემდეგ ქრისტიანობა. გაქრისტიანებაში როგორ ცხოვრობთ? ეხლა იმდენად ჩვენში ეს ქრისტიანობა არის, მე არ ვამბობ, რომ ყველანი ქრისტიანულად ცხოვრობდით და ისეთი საუკუნეები იყო, არა, მაგრამ იმდენად არის ჩვენში ეს ქრისტიანობა, რომ ჩემი აზრით ძალიან ძნელია, რომ ეხლა წარმოვიდგინოთ რა იყო საქართველოს გაქრისტიანებამდე. ამიტომ თემა არის საკმაოდ ესეთი რთული. ეხლა რისი თქმა მინდოდა, მე თავარი ერთ-ერთი იდეა რაც მინდა, მე მქონდა ბედნიერება მამარდაშვილის ლექციებზე დავდიოდი და ერთ-ერთი რაც მამარდაშვილის ჩამრჩა რა, ხო, რაღაც ჯაგრჩება, რომ აი რა სისულელეაო, რომ ამბობენო, რომ ვაჟა-ფშაველას უყვარდა საქართველო რა. ვაჟა-ფშაველა თვითონ იყო საქართველო, ანუ ერთ-ერთი გამოვლინება საქართველოს ჩვენ როგორც გვესმის, ეს არის თვითონ ვაჟა, ხო? მის ცხოვრება, მისი ყველაფერი, ხო? ამიტომ ესეთი რაღაცა იგივე, ესე იგი თქვა ჩვენ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მართლმადიდებლო ეკლესიამ დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ისტორიაში.
ესეც ჩემი აზრით რაღაცნაირად მაპატიეთ, მაგრამ ცოტა სისულელია, იმიტომ რომ ესე იგი არის ცალკე რაღაც საქართველოს. ტრაფარეტი რო ნამდვილად არის. ცალკე არის საქართველოს, ცალკე არის ეკლესია. ამ როლი ითამაშა. და იმან ითამაშა აქ როლი. ხო. არა და საქართველოს მთელი ისტორია არის რომ ერი უნდა გახდეს ეკლესია რა. კი, ამას ვერ მივახცევთ ალბათ და ვერ მივახცევთ, მაგრამ სწორედ ერი და ეკლესია ერთი ის არის, ხო? ანუ აი მთავარი ჩემი აზრით ეს არის, რომ ეს იმდენად ჩვენში არის, რომ ადამიანი, რომელიც თავის თავს ეძახის, რომ მე არა ვარ ქრისტიანი, ათეისტი ვარ, რაღაცა, მაინც ისევე როგორც ევროპაში და ალბათ ამაზე გვექნება საუბარი, ხო? დასავლეთ ევროპა ახლა ერთ-ერთი ავტორია, რომელსაც მე ამ ბოლო ხანს ვკითხულობ ეს თომა, ხოლმე ის ამბობს, რომ თქვა ისეთი ლიბერალი ათეისტიც კი იმ ზღვაში ცხოვრ, იმ წყალში არის, რაც ქრისტიანობიდან მოდის, ხო? ხო, აი ამის ლოგიკებზე უწევს ის რეაგირება პრინციპში, ხო? ანუ ან აკრიტიკებს ქრისტიანობას, ან მის რაღაცა ნაწილს იღებს და შეიძლება ძალიანაც აკრიტიკებს, მაგრამ თვითონ ეს იდეა მაგალითად რომ მაგალითად სუსტი უნდა დაიცვა მაგალითად, ხო? კი ბატონო. ან რომ თანაბარი არის ქალი და კაცი. ან საიდან მოდის ეს ყველა იდეები? ეს ქრისტიანობიდან მოდის. ქრისტიანობიდან მოდის და ეს ძალიან ძნელია ეხლა რომ თქვათ გამოყო. ცხადია ეხლა თუ ერთ-ერთი ეს იდეა თუ ბოლომდე მოკვეთავ ამ საფუძველს, ბოლო ისიც დაჭკნება, ასე ვთქვათ, ხე, თუ თლიანად მოწყდები ამ საფუძველს, საფუძვლები იქიდან მოდის, ხო? იგივე საქართველოში, ჩემი აზრით, რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენ ისტორიულად იყო, ვთქვათ, ყველაფერი ქრისტიანული და ყველაფერი ის არისო, ვთქვათ, ისტორიაში, ხო? ძალიან არსად დედამიწაზე. მაგრამ მაინც სადღაც არის ეს გასაკვირველი. ხა ასე სრულყოფილად ხა რომ ვიადგინოთ არსად არ არის ეს. და იმდენად განსაზღვრავს ჩვენ კულტურას, იმდენად განსაზღვრავს ქრისტიანობა, რომ აი და ენასაც. აი ენად ჩვენი იმდენად არის ქრისტიანობა შემოსული ბიბლიური, რომ ძალიან ძნელია ვთქვათ რა იყო მანამდე. ეხლა რო გადავიდეთ ეხლა ქრისტიანობის მიღებაზე რა დახვდა აქ ქრისტიანობას რა იყო ეს საქართველო მანამდე ჩვენ რაც ვიცით სანამ მაგაზე გადახვალთ აი ზუსტად აი ის რო შევამზადოთ მაგ ეგ თქვენი პასუხი მაგიტომ ამბობ ანუ წეღან რაც თქვით რომ ქართლის ცხოვრება ეს არის რაღაცა ბიბლიის ელემენტი რომელიც გაქრისტიანებამდე და გაქრისტიანების შემდეგ ცხოვრებას აღწერს ხო მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ წარმოვიდგინოთ რა დახვდა ქრისტიანობას. ანუ აი ეს წინარე პერიოდია, რომ თქვით, რომ რთულიც კი არის წარმოსადგენიო ამ ქრისტიანობის პერსპექტივიდან, როგორი იყო აი ეს წინარე პერიოდი, ხო, გაქრისტიანებების პერიოდი, მაგრამ ქართლის ცხოვრება რასაც მოგვითხრობს, ანუ თქვათ სხვა ტექსტები რასაც მოგვითხრობს. მესმის ეს კითხვა, რა საკმარისი წარმოვიდგინოთ ის რა დახვდა ქრისტიანობას. საყურადღებო, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის. რატო? იმიტომ ეს არის სწორედ აქედან არის ხედვა, ხო? ანუ ეს ამის პერსპექტივაში დანახულია, ხო? კი ბატონო, მე-11 საუკუნეზე ადრე დაიწყო ხა, რასაკვირველია ლეონტი მროველმა, ასე ვთქვათ, შეკრიბა და შეაჯამა, მაგრამ მაინც ეს არის ხედვა უკვე აქედან იქით. ხო, რაც საყურადღებოა, რასაკვირველია ხა, ჩვენ მოქცევა ქართლისაში არის, რომ არის ჩრდილოეთის ქვეყანა, ვთქვათ, სიბნელე, ცხადია ასევე სიმბოლურად, ბნელი, ცივი და ასე შემდეგ, ანუ ცხადია იერუსალიმიდან რომ მოდიხარ. კი. ჩრდილოეთი და ეს არის იტირა წმინდა ნინო მესაც ჩამოვედიო და შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს, მაგრამ მაინც აი რო აღვადგინოთ რაღაცნაირად ის ისტორიული სურათი, მე მგონი ძნელია წარმოსადგენი. ნუ რთულია ყოველ შემთხვევაში. აი ხა თქვათ, რომ რა დახვდა აქ ქრისტიანობა, თქვათ, რა იყო ეს საქართველოს პირველ, მეორე, მესამე საუკუნეებში. ჩვენ ახლა მაგალითად ლათინური წყაროებიდან ვიცით, რომ პომპეუსი, როდესაც შემოვიდა კავკასიაში, აქ მას დახვდა იბერიას ეძახიან ამ ქვეყანას, ასე ვთქვათ, საკმაოდ სერიოზული ძალა დახვდა რა, ესე იგი, კი გაიმარჯვა პომპეუსმა, მაგრამ იქ რა ეშელონირებული და დაცვა იყო, რაღაცა ბოლოს შეთანხმდნენ, ვთქვათ, მე გადავიდნენ, ესე ვთქვათ, როგორც დაპყრობილ ტომთან და დაპყრობილ ერთან, ესეთ ურთიერთობაში. ესეც მაინც დაურთოთ ახლა ესეციან, რომ ესე იყო ისტორიაში, რომ ახლა რომის იმპერია არ იყო ჩვეულებრივი ძალა, ეს იყო დღევანდელი ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, სუპერ ძალა იყო. სუპერ ჰეგემონი იყო. დღევანდელი სოფლიოს განსხვავებით, აი სწორედ პომპეუსის ერთადერთი სუპერ ძალა იყო, მაშინ ნუ კი ახლა შეიძლება ირანის, მაგრამ აი პომპეუსის დროს აი სრულიად
ну რა ვქნა ზესახელმწიფო თუ რასაკვირველია ზესახელმწიფო იყო ხო ჰეგემონი იყო ესა გლობალური მოკლედ რა მინდა რომ იბერიამ რაც გაუწია მე მაგ არა თუ გეთახმებ ესა რომ ეს რო იტყვენ ესეც კი ბევრი იყო იმიტომ რომ სულიად დაახლოებით ახლა მილიონებით რო წარმოვიდგინონ თუ რა იქნებოდა ქართლის მოსახლეობა ხა ძალიან ისე უხეშად ვავონ არ მინდა სადავო თქვა 2 მილიონი 2 მილიონი ნახევარი შეიძლება აი სადღაც ამ პარაგლებში იქნებოდა გვიანდელი თუ ამობ რაც იყო და ну მაგ დროს არის რომის იმპერია ფაქტობრივად მთელი ხმელთაშუა ზღვა არის იმიდან რა ქვია მისული მთელი შავი ზღვის აკვატორია და ბრიტანეთი და ну მთელი ამბავია იქ არის ეკონომიკა და მთელი ამბავი ხო და აქ ეხლა ესეც უნდა ვთქვათ რომ დახვდა არა მარტო საქართველოს არამედ სომხეთი არმენია საქართველოს და ალბანეთი ანუ ეს სამი რაღაც იყო ეს ისტორიულად და შემდეგ გადავიდა ურთიერთობა როგორც კლიენტთან ანუ ну რაღაც გარკვეული ვასალური ხელშეკრულება დაიდო ეს არის გეოპოლიტიკურად ეხლა კულტურულად რო ვთქვათ ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ შემოდის ქრისტიანობა და მაშინვე იწყება საკუთარ ენაზე თარგმნა ეს იგი მე ხა როგორც ვიცი ხა ისტორიკოსებს უნდა ვკითხოთ მე როგორც ვიცი მე მგონი უკვე ისტორიული მით დამტკიცებულია რომ ჩვენი ანბანი არსებობდა მეოთხე საუკუნემდე ყოველ შემთხვევაში მე ისტორიკოსებმა მითხრეს რომ რაღაც ისეთ ფენებში აღმოჩენილი ეს ასოთავრულები რომ ის ნამდვილად მეოთხემდეა მაგრამ დავანებოთ ამასთავი ყოველ შემთხვევაში ესე იგი მეხუთეში ნამდვილად ქონდა ლიტერატურა ხო არა ლიტერატურა დამწერა ესე ვთქვათ ეს კიდე მეორეა ისა ასე ნახე როგორ არის მე ხა დაახლოებით მაინტერესებდა ეს მაგალითად ხა კოპტები ძალიან დიდი კულტურაა მაგრამ კოპტებს ორიგინალი შუშანიკი არ ქონიათ კოპტებს ქონდათ ბერძნული და ნათარგმნი რაღაცეები და ჩვენ ესე იგი ისეთი მძლავრი ასე ვთქვათ შედარებით რასაკვირველია ბერძნულთან ბერძნულენოვან კულტურასთან ისეთი მძლავრი დახვდა კიდევ ერთხელ ვამბობ არა მარტო საქართველოს სომხეთი საქართველოს და ალბანეთი რომ მათ დაიწყეს საკუთარ ენაზე ამის განმოვარება ამას ძალიან დიდი ისჭირდება რა ძალიან დიდი კულტურული ხა ევროპამ ეს დაიწყო სადღაც მე-12 საუკუნეში მე-12 და მე-13-ზე ეს ეროვნულ ენებზე თარგმნა და ასე შემდეგ ასე რომ ეს რაღაც სერიოზული ისეთი ძალა იყო ეხა მესამე ცხადია რომ დგებოდა ისეთი ეპოქა რომელშიც უკვე რამე უნდა მიიღო ვთქვათ რომ ჩვენ მარტო შუშანიკზე არ ვთქვათ რაც გაზიარებულია და გვიდრდება და არგუმენტებით არის რომ ნინოს ცხოვრება მისივე სიცოცხლეშია ჩაწერილი და ჩაწერილია ქართულ ენაზეა ესე იგი იმ ამბანით და ესე ვთქვათ ეს აი ტრიალებს ანუ ეს ის არ არის აი იმ პერიოდებში ვარ ჩვენ ამ ქართული დამწერლობისა რა რასაც შედამოვთ ეს არ არის მარტო ჩვენ ხა ტრადიციულად ესე ხო გასაგებია ხო ის სიამბულეში ეს არის მოდის ხო ნინოს ცხოვრებიდან ხო ეს ლეონ ტუროველის მინიშნებაც და ისიც არის რომ ფარდამაზმა შექმნა ამბანი იმას ესე ვთქვათ ესე იგი ქართულებაში კი ბატონო მაგრამ იყო წარმოდგენა რომ ესე იგი ეს ამბანი ესე ვთქვათ და ციგნიერება და ნაფიქრი ჰქონდათ ამ სიტუაციაზე და ესეთი წარმოდგენა არსებობდა. ხო, ამას ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა, არა მარტო მთელ საუკუნეების განმავლობაში, იმიტომ ისეთი მძლავრი იყო ეს ბერძნული კულტურა. ერთის მხრივ ყველა იქიდან ვიღებ, ძირითადად ბერძნულიდან ვიღებთ, ახლა სირიულიც არის ის, მაგრამ იმას რომ შენ ამას დაუდგე, თარგმნო, შენ ენაზე, ასე ვთქვათ, ლოცვა, წირვა, ყველაფერი ამას საკმაოდ დიდი ესეთი მუდმივი ძალისხმევა. სახარება გადმოიტანო შენ ენაზე. აბა რასაკვირველია ეს სახარება ბიბლიაში ეგ კარგ თემას მივადექით ანუ ძალიან საინტერესოა ეგ ამბავი იმიტომ რომ დღეს სწორედ ფიქრობდი მაგ თემაზე ენის საკითხი იმიტომ რომ ნუ განსხვავებით ესე ვთქვათ დასავლურ ქრისტიანული ცივილიზაციისგან ცივილიზაცია არა ეკლესიისგან რომის კათოლიკური ეკლესიისგან სადაც ლათინური ენა ვიდრე მე-20 საუკუნემდე იყო ღვთისმსახურების ენა და სხვა ენები არ იყო რა სხვა ენებზე არ ხდებოდა ღვთისმსახურება ხო აქ თითქოს მაშინვე იწყება ესე მე-4 საუკუნეში როგორც კი სახელმწიფო რელიგიად მიღება ხდება მაშინვე იწყება თქვა ქართულ ენაზე თარგმანება სომხურ ენაზე თარგმანება ამ სირიული საკმაოდ ხო კი ბატონო ძლიერი კულტურა იყო თუმცა გარკვეულ ეკლესიებში ისევ რჩება ბერძნული ენა. შემდეგ შემოდის კირილიცა უკვე მე-9 საუკუნიდან, მე-10 საუკუნიდან და ასე ვთქვათ, სლავურ ენებში კირილიცაზე ხდება, მაგრამ გვიან პერიოდამდე, მაგრამ რუმინეთში ახლა ანტიმოზივერიანამდე არ ხდება თარგმნა, ხო? ნუ იქ იყო ასევე კოპტური, ვთქვათ, კოპტურ ენაზე იყო ეთიოპიური
ანუ აღმოსავლეთში იყო ეს და რატო ხდება ეს? ანუ რატო ანუ ერთი კულტურაა პრინციპში, ერთი ბიზანტიური იმპერია, ესე ვთქვათ, ის მე-4 საუკუნე, ხო? და ვთქვათ ლათინური ეკლესია ამას ადგენს მკვეთრად, ესე ვთქვათ, მკაცრად, რომ ლათინური ენა, ალბათ ბერძნულსაც ჰქონდა ამის მცდელობა, მაგრამ ადგილობრივ კულტურებში იყო ძლიერი. ბევრად უფრო ესეთი გადაჯაჭვულია, ხა ერთი როგორ არის იცით ეს იყო ერთი საერთოდ ბიზანტიას თავის თავს არასდროს არ ეძახდნენ ბიზანტიას ეს არის აღმოსავლეთ რომის იმპერია აღმოსავლეთ რომის დასავლეთში ეს ევროპელებმა მოიგონეს იმიტომ რომ მოდი რომი ის იყოს და ამას მოდი დავარქვათ ბიზანტია ეს უკანკიდე პოლიტიკა ერგა ჩვენც ყოველთვის მათ ვეძახოდით ან ხრომნი ან ბერძენი ხო და იცით როგორ იმდენად გადაჯაჭვულია ხა მაგალითად რომშიც კი იყო ბერძნული ენა თქვათ ლოცვა წირვა ბერძნული საერთოდ ბერძნული იყო თეოლოგიის ენა და ფილოსოფიის და თეოლოგიის ენა იყო ბერძნული შორის იტალიაში ხო ხაშეს როგორც თქვათ როგორც ახლა აღმოსავლეთში აზიაში ეგეთი იყო სპარსული ფარსი აი რაცაც სპარსი ეს ხო ირანია ჩვენ ახლა და ფარსი რაც არის ეს არის პოეზიის ენა აი ომარ ხაიამი რაზეც ეს ხო მათემატიკის ენა ეს იყო აი მე როგორც გახდა ფრანგული ვთქვათ ევროპაში ხო ფრანგული უნდა ცოდნა და ისე იყო ბერძნული ხო ლათინური უფრო სახელმწიფო ენა თუმცა პარალელურად ესე ვთქვათ ხო ლინგვა ფრანკა ეგ თავისთავად იმიტომ რომ מחარებლების ბერძნულად იმიტომ თვითონ ლათინურათაც ეხა მე ჩემი ქალიშვილი ფილოლოგია ისწავლა ლათინურათაც თვითონ ლათინური ლიტერატურა რო ლათინურ ენაზე ხო ეს სირიელებმა დაიწყეს პირველად იმიტომ რომ თვითონ ლათინებიც ბერძნულად ხსავდნენ ლექსებს და ტრაგედიებს და ასე შემდეგ. ეს იყო მათი. ეს იყო ენა, ხო? ეს იყო ესეთი ენა კულტურული და ესეთი კულტურის ენა და ესე იგი ჩვენ საკმაოდ ძლიერი კულტურა დახვდა, რომელმაც აი ქართულად პრაქტიკაში ხა მასთან არის ხოცდობილი აბა ტოლსტოის ომი და მშვიდობა პირველად რო გააკეთა, ვინაიდან მან ნატურალურად იყო ფრანგულად იყო ხალხი თვითონ მეთარგმნე, იმიტომ რომ ის ადამიანები ზოგიერთი დიალოგები ისინი მათი სალაპარაკოენა იყო ფრანგული, ნუ ესე იყო მიღებული. კი ბატონო. ხო, თქვით და მე ვიტყვი. არა, უბრალოდ მე ჩვენთან ისინი მუშაობენ ირანელები და ირანშიო იყო ესე იგი ფილოსოფიის და ლოცვის და იმის ენა იყო არაბულიო. ჯარში იყო თურქულიო. და ისე იყო სპარსულიო. პოეზია რაღაც ისე იყო, თქვა შუა აღმოსავლეთში თქვა თუ გინდოდა ფილოსოფია და თეოლოგია, მათემატიკა არაბულად უნდა დაგეწერა, ხო? იქით ბერძნულად. თუ პოეზია და წერლობა ეს ფარსი უნდა. ხო, ფარსი ჩვენი მეფეებიც ესე იგი. მე პერისი კითხვა მინდოდა ამ შემთხვევაში, რომ ანუ ენა ესე იგი თავდაპირველად როცა ქრისტიანობა ხდება სახელმწიფო რელიგია ჯერ კიდე ისე ვთქვათ კონსტანტინოპოლში და კონსტანტინეს მიერ, ხო? ეს არის გარკვეული თვალსაზრისით ამას აქვს თავისი პოლიტიკური мотиваცია. ის რომ ეს არის უზარმაზარი იმპერია, რომელშიც ცხოვრობს უამრავი ხალხი, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო ერთმანეთთან. არაფრით ისინი რაღაცა აქვს მაინც საერთო. ხო, თუმცა რაღაცა თავისი კულტურსახურებები აქვს ყველას, თავისი რაღაცა რწმენები აქვს ყველას, თავისი რაღაცა ენა აქვს განსხვავებული და ასე შემდეგ და რაღაც დიდი სივრცეა, დიდი ბევრი ხალხი ცხოვრობს. და ქრისტიანობა შემოდის როგორც ერთ-ერთი სერიოზული ინტეგრატორი ამ ხალხისა, რომელიც ამ ხელა ტერიტორიაზე გავრცელებული, ხო? და ენასაც აქვს ესეთი დიდი ან კულტსახურების ენა, როგორც ბერძნული, დიდი მნიშვნელობის არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ უცებ ხდება ისე, რომ აი იმპერიის განაპირზე, ასე ვთქვათ, საქართველოში, იმდროინდელ საქართველოში და აგერ სომხეთში და ასე შემდეგ ხდება თარგმნა ადგილობრივ ენებზე, ხო? და რა მნიშვნელობის არის ეს? ანუ თუ ამას ქრისტიანობის გავრცელებას და ბერძნული ენის გავრცელებასაც ასეთი დიდი პოლიტიკური მიზანი აქვს, ასე ვთქვათ, ხო? რატო ხდება მისი, ასე ვთქვათ, ტრანსფორმირება აი ამ ენებზე ადგილობრივი ხალხების ენებზე? ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ დიდი კულტურა უკვე ადგილზე დახვედრილი, რომელსაც ითვალისწინებს, თქვათ, ესე ვთქვათ, მოსული კულტურა თუ რა არის ამის? მოსული კულტურა არა, ახლა ამბობენ, რომ თქვათ აღმოსავლური იმპერია ეს ბიზანტია უფრო ტოლერანტული იყო და რა, უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ იყო თორე ახლა ბერძენისთვის იქა ქართულად რაღაც ეს თვითონ კულტურა საკმაოდ სერიოზული კულტურა დაახლა დამწერლობა შენენაზე დამწერლობა ანბანი ეს არ არის უბრალო საქმე რა რო კითხო ლინგვისტებს რა შენ რო შენი ენის იმას გააკეთებ შენი ენისგან გააკეთებ ანბანს
როგორც ლინგვისტები ამბობენ, ეს უკვე მეტყველებს საკმაოდ მაღალ ისეთ კულტურას. ეს მნიშვნელოვანი ამბავია, ახლა ეს ერთდროულად იწყება ხო საქართველოში და სომხეთში და ახლობით ერთდროულად ხო ჩვენაც დავტოვოთ სადავოთის მეცნიერები დაობენ, რა უნდა იმე წელიწადზე ეგ თან სულ ლაპარაკი არ არის პრინციპული, მაგრამ ეს აი პირველი რომ ისე ვთქვათ, ეს დღეს იკვლევენ მეცნიერები თუ როცა 4 თავი ითარგმნა ხო ხო პირველი წიგნი რაც უნდა ეს იყო აუცილებელი ეკლესიაში და უნდა წაიკითხოს და უნდა ეს რელიგია უნდა გავრცელდეს, უნდა მიიტანონ ამ სიტუაცია და ადამიანებმა უნდა გაიგონ ესენა და მას თუ თან ის ადამიანი რომელიც საკუთარ კულტურაში ესე ვთქვათ მყარად არის მას თუ არ დაელაპარაკები მის ენაზე და ჩვენ ამაზე ლაპარაკებს ახლა ლევენა ჩვენ ვიტყვით ნინო რო შემოდის აქ და იქ ხდება რომ როგორც უცხო კი არ შემოდის არამედ მის როგორც მისი შემოდის ეს შემთხვევით არის ვაზი ჯვარით შემოდის ესე ვთქვათ ანუ ამას მისიანად იღებს ამ ესე იგი და ანუ როგორც ექსპანსიურად კი არ აღიქოს მას მის ენაზე ლაპარაკები ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაგრამ ბუნებრივია ამას საფუძველი არ ქონოდა ახლა ასე მოდი უცებ თარგმნო ახლა ვთქვათ 4 თავი და ესე დავждე ესე არ გამოვა და ეს ვერ დაელაპარაკებ ესე იგი არსებობდა თავისი კულტურა და ასე შემდეგ ამიტომ თუ ლაპარაკობთ ეს დიადაგი რაც დახვდა ისტორიულად ну თავის არქეოლოგიით იმით აქ ესე ვთქვათ საკმაოდ განვითარებული თემა არის მაგრამ მე ერთ საკითხს ამოჭრედი ახლა ჩვენ მაინც ისე ვეხებით ხო თუ წაი რადგან ამ თემას ვიწყებთ მე გავაგზავნოთ ამაზე საუბრები მithobet ეს გამოვიყენოთ ეს საბაბად აი ესეთი რაღაცები და კითხვაში თუ გიფიქრია რა მე მიფიქრა ხოლმე რომ ამ დროს აქ წესით და რიგით და ვიდება აღმოსავლეთში არის ძალიან დიდი რელიგია ზოროასტრიზმი ეს არ არის წარმართობა თავისთავად არის უკვე ერთი ღმერთია და ძალიან ეს უკვე ჰაერში იყო ერთი ღმერთის არა უნდა ეს უკვე არის თავისი დიდი ფილოსოფიით დიდი მსოფლმხედველობით ახლა ჩვენ როცა ექსპანსია ხდება ეს სხვა დამოკიდებულება ახლა ჩვენ როგორც რელიგია ცოდნეობით ვასალით რომ შევხედოთ და ქართულ აი ტრადიციაში როცა უპირა ახალ რელიგიაზე გადასვლა როა თუ მე არ მეშლება რა რაღაცა იცი შენც რაღაც წაკითხულ მაგას სფერო ძალიან უცხო არ არის ჩემთვის ამას კი არ უპირისპირდება წარმართობას აი წესით რომელიც უნდა ყოფილიყო არა და აქვს ზოროასტრიზმი და აშკარად ჩანს ხო მეც ესე გეცვლდება და ამას სულ უსვამენ ხას კერპი თქვათ წარმართობა ну ერთი არის მობიდანი აი თქვათ აი ნახსენები რომ იქ რაღაცა ლიტერატურაო საეშმაკო წიგნებიო ну მოკლედ იგულისხმება ალბათ ეგ უნდა ყოფილიყო ხო ხო და არის გადატანილი აი სხვათა შორის ლეონტი ბროველი ვახსენე შენა ლეონტი ბროველის მას შეგახსენებთ რომ მოკლედ ბოლო ფარნავაზიანი ხალი რო კვდება აბეშურა აი მირიანი ვისაც შერთეს მირიანს შერთეს ხო იყვანის და იქო და ძალიან საინტერესო ფრაზა არის ხო და არაპირდაპირ მნიშვნელობით აღარ იქო დაждენო ქართლის დიდებულები და რა ვქნათო ხა ძველებურად თუ გავაგრძელოთო კაცის ხორცის ჭამაო და იმიტომ კი არ არის პირობითი არის თუ რაღაც ახალი და მივიღოთო და თქვენს რაღაც ახალი უნდა მივიღოთო და ამ წიფთება აქაც დიადაგი მისვლისთვის ანუ აქ ჩვენ ტრადიცია არის რომ იყო თქვათ წარმართული აი ესე აქ წარმოდგენა ქართულ სიტუაციას და მე ხდება ქრისტიანობის მიღება. აი ამასთან არის რატო ხდება ეს როგორ ფიქრობ უფრო იოლი აი ანტაგონისტად ყავს წარმართობა. და არა ну ზოროასტრიზმი მე კარგად არ ვიცი, მაგრამ თვითონ ეხა არმაზის კულტი არ იყო დაკავშირებული ზოროასტრიზმს. ეხლა როგორ არის იცი იმ წარმოდგენით რა ეხლა მოდი პირდაპირ იმ წარმოდგენით აი რასაც ჩვენ ვკითხულობთ ხა დიდი არ უნდა ის არ ზოროასტრიზმი არ ვითარ კერპს არ გულისხმობს ხო არა ცეცხლი სხვადასხვა ის ჩვენ ქართველები და ნუ ეს ვეძახია ცეცხლთაყვანი არ არიან ისინი ცეცხლთაყვანი ცეცხლი კერპი არ არის მათთვის გასაგებია მაგრამ ეს კერპი ქვისგან აი ნახე ამას უპირისპირდება რომ ეს არმაზის კერპი არის ქვისგან აკეთებული ამ იდეაზე არიან მე ამით ისკენ მივდივარ იცი აი შენ რომ მოდის ძველ რა არის მზადება ქრისტეს ნათელისთვის ხო კაცობრიობის ცხოვრება ახლა საქართველოში რა არის
აი ლეონტი ბროველის რომელსაც წყობრად აკინძა ლეონტი ბროველმა წარმოდგენა. არის რაღაც ქართლოსი, ну ბიბლიური იმაში რომ გადავიტანოთ, ხო, ა ブラ ამი და ანალოგიით რო ავიღოთ, ესე არის, ხო, ქართლოსი მოდის დაიმარხება არმაზის მთაზე, აგერ ცხეთასთან და აქედან ხდება ეს თავისი ერთ-ერთი ძმა იმის თარგამოსის და ესა და აქედან ხდება ეს ქართველების მიწა, როგორც ა ブラ ამი დაიმარხა, ეს არის საფლა. მერე მოდის დრო და არის ფარნავაზი, ისა გამოდის ფარნავაზი, რომელიც იწყებს სახელმწიფო, რომელიც ძალიან თავის იმით გააგავს ბიბლიურ დავით. ხო, ამბითი ესე ვთქვა დგება და ფარნავაზი არსებს და ის კერპი არის ფარნავაზი. თავისი ძეგლია, ისე იგი არის ყველა ფარნავაზიანი ღმერთიც არის და კერპიცა, კერპს რო უყურებენ, ანუ კერპი განასახიერებს ღმერთს, რომელიც არის, ანუ კერპის ის კი არის, მაგრამ აი საინტერესო არის კერპი და მოდის ნინო და ამას მთლიანად კი არ ანგრევს ზადება, რომ იქ არის ბივრილის თვალი და მოხსენება, რომელსაც რო დაინგრევა, ესე იგი ჭეშმარიტების მარცვალი იყო. და ძალიან საინტერესოა რა. ფარნავაზი, ლეონტი ბროველს ვამბობ. ფარნავაზმა შექმნა ამბანიო ამბობს. შემდეგ მთელი ლეონტი ბროველს არცად არ აქვს ნათქვამი, რომ რამე დაიწერა იმ ამბანს. მაგრამ ფარნავაზმა შექმნა ამბანი, წიგნობრობა ქართული. და პირველი ლეონტი ბროველის მიხედვით იწერება ნინოს ცხოვრება. ანუ თვითონ თვითონ აი ეს ლოგიკა გამოდის ლეონტი ბროველიდან და ესე ხედავთ, ახლა თუ ვიღაცას უნდა დაიჩემოს რომ შემთხვევითი სიტუაცია არის. მაგრამ იმიტომ რომ ის ქმნის ნახე ბივრილის თვალი, ანუ იქ არის უკვე რაღაც ჭეშმარიტი, ანუ ძველი აღქმა და ახალი აღქმა. ისე როგორც აი ქრისტეშობისას ჩვენ ხო არის მოგვები მოდიან და თაყვანსცემენ. ესე იგი, აქ როგორც ამბობენ დიდი ქრისტიანები და ჩვენი მასწავლებლები, მამები, აქ ნიშნავს, რომ ყველაფერი ის რაც იყო ამ პირობითად წარმართობაში ან ძველი რიგში, ყველაფერი იქიდანაც, ესე იგი, ვთქვათ, რაც კარგია, ვარსკვლავით უხეშად თუ ბიბლიოთეკაში იქ არის ჭეშმარიტების მოსამზადებელი არის, ხო, რაც უნდა როგორც არის ქართლის იმის ცხოვრებაში რო გეოხანცლეს ჯერკვალი განაგდოდა, რაც ის მიიღო, ეს საკმაოდ ქრისტიანულია. აქ მე ერთი თემა მინდა შემოვიტანო, როგორ ხდებოდა საერთოდ მოქცევა. როგორც ჩვენ ვიცით, ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო რომის იმპერიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველი 3 საუკუნე მოქცევა ხდებოდა როგორ? რომის იმპერიაში ფაქტობრივად ასეთი თემური კარგი გაგებით ეხა თემი არსებობს თემი და თემს აყავს თავისი ღვთაება იქიდან მერე ის და ერთ შემდეგ ეს რაღაცნაირად უკვე იშლებოდა დაშლის იმაზე იყო და ამიტომ ხდებოდა ინდივიდუალური მოქცევები. არა მარტო ქრისტიანობაზე, მაშინ საკმაოდ ისე ძიების პერიოდი იყო რაღაც კულტი თქვათ მითრა იყო ისა და ესე იგი აი რო წავიკითხოთ აი ეს მეორე საუკუნის ჩვენ გამოვაქვეყნეთ ეს დიოგენეს წერილი დიოგნეტისადმი იქ წერია ქრისტიანები როგორ ცხოვრობენ. ქრისტიანები ჩვეულებრივად ცხოვრობენ სოფლებში, ქალაქებში და ასე შემდეგ. ჩვეულებრივად აცვიათ და ყველაფერი, მაგრამ გამოირჩევიან თავისი ქცევით. ანუ ეს არ იყო ესე რომ თქვა ეს სოფელი მოიქცა და ის სოფელი არ მოიქცა, ხო? ეს იყო ინდივიდუალური ის ხდებოდა. მეოთხე საუკუნეში უკვე, როდესაც იმპერია იღებს გარკვეული აზრით ქრისტიანობას და ასე ვთქვათ, ეს ხდება რაღაც სახელმწიფო რელიგია, უკვე სრულიად ახალი რამ იწყება, ერთის მხრივ უკვე რომის იმპერიაში მიღებულია, რომ ჩვენ თუ ხარ რომის მოქალაქე, ჯობია რომ იყო ქრისტიანი. ამის საპასუხოდ ზოგიერთი უფრო და უფრო გარბიან მასში რა ქვია, უდაბნოში და ასევე ხდება ერების მოქცევა. ერის მოქცევა განსხვავებით ინდივიდუალურ მოქცევისგან, რაც მანამდე საქართველოში იქნებოდა. ის არის რომ შენი მთავარი შენი მეფე იღებს სარწმუნოებას და შენ მიყვები შენ მეფეს. ანუ მეფე უნდა მოაქციო შენ. და მეფე როდესაც მოიქცა, მერე ერიც მოექცევა. ცხადია ახლა შემდეგ იწყება რასაკვირველია შინაგანი ევანგელიზაცია, ანუ შენ უნდა სახარებაზე უნდა მოექცე ახლა ცოტა ეს ისტორია უკვე წარმართობას გავს, ხო? წარმართება რა არის? ერთი ერი თუ არის, ერთი ღმერთი უნდა ყავდეს, ხო? მაგრამ ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან, ახლა უკვე მეოთხე საუკუნიდან დაწყებული, სწორედ ესე ხდება მოქცევები, მთელი ერის მოქცევები და არა მარტო ჩვენი, არის ფრანკთა მოქცევა არსებობს, იმის მოქცევა, თქვა ამის მოქცევა და ასე თქვა, როდესაც მთლიანად ერი
ექცევა ქრისტიანობაზე და აქ კიდე ერთი რამე მინდა აღნიშნო რაც მოხდა ერთ-ერთი იყო რომ ნახეთ როგორ მანამდე ქრისტიანები გაბნეული იყვნენ ყველგან მათ შორის ირანში უამრავი ქრისტიანი იყო ესე არ არის რომ იქ თქვათ ის იყო და რა გააკეთა კონსტანტინემ და შემდეგ მისმა შემდგომმა იმპერატორმა ისინი თავს აცხადებდნენ ყველა ქრისტიანის ასე ვთქვათ ფარველად აი ეს უკვე იყო საკმაოდ დიდი გეოპოლიტიკური ესე ვთქვათ ბომბი იმიტომ რომ შენ თუ ხარ სპარსეთის გავლენის ქვეშ ან თუ სპარსეთში თუ ცხოვრობ სპარსეთში უკვე შენ ხდები გარკვეული აზრით მეხუთე კოლონა კი აი ამან საკმაოდ გაართულა ეს მდგომარე მანამდე თუ ქრისტიანობა იყო კი ბატონო შენ იქაც ქრისტიანი ხარ იქაც ქრისტიანი ხარ ეხა უკვე გახდა პოლიტიკურ ფაქტორად გახდა და სხვა სპარსელებმა ირანელებმა ამას დაუპირისპირეს რა რომ ნუ თუ მაინც ქრისტიანი უნდა იყო მაშინ ხარ დაუჭერ იმის საპირისპიროს ან ნესტორიანი იქნები ან მონოფიზიტი იქნები და არ იქნები ბერძნული და აქედან მივალთ ხალ აი პირველ იმებზე ვსაუბრობთ რომ როცა ვახტანგ გორგასალის ანდერძირო იყო რომ ბერძენთა ის ამას ამბობდა რომ ჩვენ ბერძნული და მართლმადიდებლობას ესე იგი ამას ამბობს პოლიტიკურადაც და რელიგიურად ისევე როგორც სარწმუნოებრივად როცა ის ცნობილი რაც სკოლაში ასწავლიდა და საზაპირო იყო ის ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხებისას ესე და ბოლოში არის ხოლო ის უნდა იყოს ბერძნულად უნდა იყოს სახურების წესი ხა სახურების წესი ხო მივედო ამიტომ ესო და ეხლა აგრო დაუბრუნდით ამ თემას მეოთხე საუკუნეში სავარაუდოდ მართლა იყო ეს ძიება პოლიტიკურად რომ ჩვენ რაღაცა გამაერთიანებელი გვჭირდება და შეიძლება ეს მომენტიც იყო ცხადია იყო იქ მოქცევაც იყო ყველაფერი მაგრამ ესეც იყო რომ ჩვენ აი ორიენტაციის საკითხიც ავირჩიეთ ეს ორიენტაცია ისევე როგორც ფარნავაზმა შექმნა ვთქვათ სახელმწიფო ეხლა აქ უკვე სახელმწიფოს ორიენტაცია ეხლა გასაკუთრებით ჩვენ ყველა გეოპოლიტიკური პოლიტიკური ყველაფერი აი ჩართული მაგრამ ამ დროს საქართველოს ვაკეთებს ფუნდამენტალურ რაც ყოველ 20 წელიწადში და 100 წელიწადში არ ხდება და 1000 წელი გავიდა და ერთხელ და საბოლოო არჩევანს აკეთებს ამ დროს საბოლოო საქართველოს გააკეთა მირიანის დროს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მაგრამ ეს მოხდა ცივილიზაციური არჩევანი როდესაც მან აირჩია ის გზა რაც აირჩია მაგრამ კიდევ ერთი რამე თქვა რომ ჩვენი ყოველ შემთხვევაში ქრისტიანთა რწმენით ეს იყო აი ჭეშმარიტი აი მე ის თქვა მინდა ძალიან ხშირად ამბობენ რომ ჩვენ წინაპრების უნდა დაუბრუნდეთ წინაპრების სარწმუნოებას თქვათ ათეიზმი გამოვიარეთ და აბა დაუბრუნდეთ მაგრამ ამისი უსასრულოდ ხაზგასმა არ არსწორია იმიტომ რომ მაშინ უნდა ჩვენ წარმართობაში უნდა კიდე იქით უნდა წავიდეთ ხო მე ხა ის თქვა მინდა რომ ერთ-ერთი მთავარი აი რაც არის გზავნილის ქართლის ცხოვრების ნახეთ ერთ-ერთი უმთავრესი სულბოლოდე ჩვენ მაწასწორები და აღარ არის ზუსტად სეზვადამზიამდეც ხო იქამდეც მივალთ ხო და მთავარი ერთ-ერთი რაც არის რომ ქართველმა ერმა ჭეშმარიტება აირჩია საკუთარი მამაპაპის ასე ვთქვათ წმენაც კი უარყო ჭეშმარიტებისთვის აი ეს უმთავრესი მომენტი გაზდევს ქართლის ცხოვრებას აუცილებლად. მაგრამ კი არა შელაბაზების წმენის საკითხია, მაგრამ თვითონ წარმოდგენაში, აი ჩვენ დაუბრუნდეთ იმას, რაც ვთქვით, აი ეს იმიტომ ვამბობდი ლეონ ტუროველთან. ლეონ ტუროველს რატო ვამბობ ხშირად დაებზე კარგად იცი. ის ასახავს ლეონ ტუროველი, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ მათ ამის შესახებ. და ამის მიხედვით ის კი არ უარყოფს, არამედ ადვითარებს. ალბათ როცა მოდის ახალი აქტმა ის ხო ძველ აქტმას კი არ უარყოფს არამედ ამითარებს ანუ ეს არ არის რომ ახლა მე იცი როგორ არის რაც შელამობ იმის გაგზელება მინდა მაგრამ ესეთი წარმოდგენა იყო ჩვენთან რომ ეს კი არ არის მე ახლა უკვე კაი რაღაცა მითხრეს და ის აღარა ვარ და ეს ვიქნები ეს იყო ის ლოგიკური ფარნავაზი ქართლოსი ფარნავაზი და ამაზე კიდევ უფრო მეტად ვიტყვით ეს ჩანს ხო ის ასული შენ ის ხო არ ახარო რა გითხებიან იმას no es ikho ჩვენ ესები ანგარი ikho არც ერთი შემთხვევითი ფრაზა არ არის შენ არმაზის ასული გითხები შენ არმაზის ასული ხო არ ახარო დინოს ეკითხებიან ანუ შენ ფარნავაზის აი თუ წავიღოთ ნახე
შენ ასე უყურებენ და არის კიდე სულიერი თვალსაზრისით იმის გამგზელებელია. რასაკვირველია გარკვეული გაგრძელება. ის რო იღებს რაც არის ფარდავაში და ნამდვილად აბა ნახე მანამდე პირველად თქვა როგორ ყვება ლეოტეროლი ექსპრესიულად ფარნავაზი მოდი ის უარყოფითი პერსონაჟი და მავნე კი არა პირიქით ის მოვიდა ამბავი იქნა ქვეყანა განთავისუფლა ამავე სახელმწიფო შექმნა არა იზრახებოდა თვინიერ ქართულისა მისი წარმოდგენა ამბანი შექმნა განამზადა ეს ქვეყანა ყველაფერი მერე თავისი პრობლემა მერე დგება ლეოტეროლთა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ფარნავაზიანი კვდება ანუ ერი არის კი მირიანი კი არის მაგრამ ფარდავაზიანი არ არის და ეს რა არის ღმერთი არის მკვდარი და უკვე ხალხი რა ვქნათ ახლა ძველ გზაზე ვიაროთო თუ რაღაც ან ერი არის ახლისთვის მზად და ამ დროს მოდის ნინო და ეს ანუ ის თქვა მინდა რასაც შენამბრო ის უარყოფის გზით კი არ არის ამით განვითარების გზით არის ამიტომ ეს შეთვის ბუნებრივი სიტუაცია იქით კი არ განვითარდა აქ ნინო რო უნდა მოსულიყო ეს ფარდავაზის დროსაც დათელი იყო და ქართლოსის დროსაც ეს არის გზა. აი მაგალითი რო ავიღოთ უბრალოდ აი სიმბოლო ვაზი რო ავიღოთ, ხო? ვაზი ხო იყო? კი. და ნინომ სწორედ ეს ვაზი აიღო და აი თქვა ვაზი ავიღოთ, ღვინო ავიღოთ, პური ავიღოთ, ხო? ეს უძველესი ჩვენის და ამათ შეიძინა უკვე სულ ვაზის ჯვარი და ღვინო და პური აღმოჩნდა რომ ღვინოს და პურს რომ მიიტან შენ წირვაზე ხო აი ზედაშეები დღესაც აქვს ზედაშე რას ნიშნავს რომ საუკეთესო ღვინო შენ მიგაკ ყველაზე სუფთა ზემოდან შესაწირავი და შემდეგ ეს გიბრუნდება როგორც სისხლი და ხორცი უფლის ხო ანუ რასაკვირველია ეს ყველაფერი ძველზე ემყნობა ადვილი გასაგები იყო, ასე ვთქვათ, ქართველისთვის. გასაგები იყო ენუიტებთან, მაგალითად ესკიმოსებთან, იქ საერთოდ სიტყვა პური და ღვინო არ არის ენაში. მე თავს ვერ დავდუბრა. ამიტომ პური ჩვენი არსობისა, როგორ თევზი არის იქო, თევზი ჩემი არსობისა. ხო, ერთ-ერთმა მისიონერებმა თქვა პური ჩვენი არსობითაც მაგივრად თევზი ჩვენი არსობისა, იმიტომ რომ მათი პური გასაგები ყოფილიყო, ხო. ისე რომ ჩვენ მაგხრივ ვთქვათ ხო ანუ ეს ჩვენ ვთქვით ეს იყო ვიცი ბუნებრივითი ეს ერმა მიიღო და ესე ხედავდა მეორებთ რომ ეს იყო მითი ბუნებრივითი განვითარების გზა აი უხეშად რომ უხეშად კი არა ვთქვათ აი აბორო ამობს ჩოულებისაბერ მამულისა სულაიო ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ხო აბორო ჩვენ ამრავი განსაცდელი გადავიტანთ მაგრამ ვერ შეგვაცდოვინესო ჩოულებისაბერ მამულისა სულაიო აბოში ვამოსვიადი საბადის ეს არის ჩოულებისაბერ ის არის ეს გზა რომელიც მე უნდა გამოვიარო ჩემი გზა არის რომელიც უნდა გავიარო ანუ ჩემი როგორც ერის როგორც ქართველების გზა ეს არის ქრისტიანობა ესე ქონდათ წარმოდგენილი ესე იგი ხო ჩვენ ვსაუბრობთ ახლა შერასაკვირველია ვისაც რა უნდა სიტყვის თავისუფლების ეპოქაში ვერ და იმას სიტყვის მაგრამ ქართული საზრისი ესე წარმოიდგენდა საკუთარ რელიგიურ ისტორიას. კი, მაგრამ მე აქ ცოტა პატარა კონტრაპუნქტი მინდა. ერთხელ და სამუდამოდ ეს ისეთი რაღაცაა, იცი? იმიტომ რომ სახარებაში ნათქვამია, რომ ნუ ამბობთო რომ მამა ჩვენი ა ブラ ამია, ამ ქვებიდანაც შეუძლია რომ ღმერთს გააკეთოს. ამ ჩვენ უსასრულოდ კი არ უნდა ვიძახოთ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, იმიტომ რომ ამ ხელა კულტურა გვაქვს. ამას მუდმივი ჭირდება ძალისხმევა. ქრისტიანობას. მუდმივი ძალისხმევა ჭირდება და როგორც ამბობენ, თუ კი მოეშვი, ასე ვთქვათ, აი ეს ქრისტიანობაც რაღაცნაირად გაველურდება, ხო? აი შეიძლება ცოტა ისეთ უხეში სიტყვა, მაგრამ ესე ხდება პაგანიზაცია ქრისტიანობის, ანუ ნელ-ნელა უკვე ემსგავსება რაღაცა უფრო წარმართობას. ადგილობრივ ყოფას თაში თუ ავალთ, ეხლა მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ჯვარი, ხატი და რაღაცა, ჩემი აზრით ეს ქრისტიანობიდან მოდის და ქრისტიანულია, მაგრამ მაინც გარეგნული ფორმებით ხდება რაღაცნაირად ამის ის და ჩვენ ეხლა საქართველოს, როდესაც მივახციეთ რაღაც არა მარტო პოლიტიკურად მივახციეთ სიმაღლეებს, არამედ ეხლა თქვა გელათის სკოლა ჩვენ რო ავიღოთ და პეტრიცი რო ავიღოთ, თქვათ საკმაოდ მაღალ იმას მივახციეთ ფილოსოფიის, თეოლოგიის და იმის განვითარების რაც ნიშნავს რომ ქრისტიანობა ასევე არის წიგნიერება ჭირდება ქრისტიანობას და სკოლა ჭირდება და ასე თქვა განათლება ჭირდება ეს. კი ბატონო. ეხლა შემდეგი ვთქვათ ერთი ეხლა ეს ვიდაკითხო რომ ეს მივიღეთ ბუნებრივი განვითარება და ფაქტია რომ იქ ბოდიში აი მაგათ ასურელ მამებს უდიდესი როლი აქვთ.
ჩვენ ვამბობთ რომ მათ ჩვენ გვასწავლეს ხო ბევრი რამე გვასწავლეს ანუ გვასწავლეს რა არის მონასტრული ცხოვრება მონასტრები ამავე დროს იყო ასე ვთქვათ განათლების და ასე ვთქვათ ქრისტიანობის ღერძი იყო გარკვეული აზრით და რა ვიცი ხა ჩვენთან ეს პროცესი ვერ გამithარდა მაგრამ დასავლეთში სწორედ ეკლესიის წიაღში უნივერსიტეტები ახლა კი ძალიან უპირისპირებენ თქვათ განათლებას და მეცნიერებას და ქრისტიანობას მაგრამ სწორედ უნივერსიტეტები ეკლესიის წიაღში წარმოიშვა და ასე შემდგომ ხო ჩვენი ახლა ვთქვათ ჩვენი ისტორიის აკადემიები ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრები მონასტრებია მოსენება გინა აქ და გინა საზღვარგარეთ და როგორი აქტიურია ნუ შემდეგ ვთქვათ ესეთი ამბავი რომ ჩვენ არაბუნებრივი კი არა უმძიმესი ჭრილობა მიიღო საქართველოს თორე ბევრი ვერ მონახავ ქვეყანას რომელიც ასეთი ჭრილობები მიიღო და კიდევ გადაინარჩუნა აი ჩვენ ქართველები სომხები რასაკვირველია და აი რო შეხედავ რა წნეხი არის გავლილი აი ჩვენ გარშემო რაც ხდებოდა აი ხა ისტორიულად რო შეხედავ წარმოუდგენელი ამიტომ იქ ეს ვეღარ მივიდა უნივერსიტეტამდე თორე არა სატრაბახოთ ხისაბა როცა ვეფხისტყაოსანი არის ხო მე-18 საუკუნეში არ გამათოთ იმაზე ეს იყო რენესანსის დასაწყისი არ იყო მაგრამ ფაქტია რომ უკვე არის ისეთი აზროვნება არის ქრისტიანული აზროვნება განიცდის უკვე ესე ტრანსფორმაციას რო უკვე ფატმანის სახე შემოდის უკვე შემოდის ხო ესენი და ნუ მე არის ნუ წარმოუდგენელი გრევა ხა რა როდესაც რა ვიცი რა დავარქვათ საუკუნეებსო წიგნიც აღარ იწერება რა და ხანძრობა და რაღაცა თაშია გადასული ხო სვანეთში იმიტომ რომ ხარაბურებრივი ეგრე ერები გამქრალან ხა აი ამ სიტუაციისთვის ვერ გაუძლიათ შეთქვეფილან და თავიდან გამოძერწილან და ამან ისენა შემოინახა ანუ რას ვამბობ ის უნივერსიტეტი ასე ვერ განვითარდა მაგრამ ამისადმი ტოლვა და მაგრამ ისეთი ძლიერი იყო რომ ეს ინერცია აი მოვიდა როგორ ბალახი ამოხეთქავს ხოლმე ეს ასფალტიდან აი სუხასაბა და გურამიშულმა რო წარმოვიდგინოთ და ამ შემთხვევაში ხო დიდი სუხასაბა განსაკუთრებით არა ეს წარჩინებულებში მაინც იყო ეს ხო მაგრამ აკაკი წერეთლის წაიკითხო იყო ეს აი განათლების და წიგნიერების მე-18 საუკუნეში გურამიშვილი მithubetes ახალგაზრდა კაცია საქართველოში და რა ღვთიური მადლით იყო ჩადებული ბიდის მერე ნუ ახლა ალბათ თავის თანამებრძოლს ველაპარაკებოდა ქართულად ხო ახლა რა დიდი ქართული მასის ეკდებოდა და უცებ ესე იგი ქმნის რო თქვა ესე ჯერ არ არის კიდე ის სათანადო დაფასებული გადაატრიალა ხო ქართული პოეზია კაი გაგებით რო თქვა რუსთველისგან კაი გაგებით წყალებში ახლა გამგები ყველაფერზე ნევრები იშლება ადამიანებს და ჩვენ მაგის საერთოდ განთავისუფლა რუსთველებისგან იმიტომ რომ ისეთი დაურტყა ბეჭედი ვერ გამოდიოდნენ იმის ტყვეობიდან ფაქტობრივად და სრულიად ახალი და როგორი ნუ ცალკე ვაუბრ რა მსოფლმხედველობა და რა აზროვნება ანუ მაინც ამოხედა ეს ხო იქიდან იყო იმ კულტურიდან წამოსული ხო ეს ჩვენ გავხსოვს საბჭოთა პერიოდში ხა ამხელა წნეხი იყო ათეიზმი და მაინც იყო ეს ის გზა ბავშვებს ნათლავდნენ ისე შემდეგ და რაღაცნაირად მე წამოვიდა ეს რა რაღაცნაირად იყო კაი აბა ეხლა ერთ რაღაც ვიდა აი შენ ეს ქრისტიანობის მიღება ეხლა რო თქვა აი შემდგომში როგორი მოქმედა ამან ნუ შემოდის აქ პოლიტიკური მდგენელი გინდა გეოპოლიტიკური ჩვენ ცივილიზაციურ არჩევაზე და შემდგომ ესე ვთქვათ ცხოვრება. საერთოდ ქრისტიანობა ზოგადად რო ვთქვათ, ზოგადად რა უშველებელ რეგიონში, ეს იგულისხმება როგორც ევროპა, ის ვთქვათ, ჩვენ უნდა ძალიან კარგად გვახსოვდეს, რომ საქართველოს არ არის ესე რომ რაღაცა ასეთი კუნძული იყოს რაღაც აღმოსავლეთში და ძირითადად ქრისტიანობა არის ევროპაში, აი ნოვალის აქ მაგალითად ნათქვამი რომ ქრისტიანობა ანუ ევროპა, მაგრამ ეს არ არის სწორი, ხო? ქრისტიანობას უდიდესი ტრადიციები აქვს აღმოსავლეთში, ერთი აღმოსავლეთიდან მოდის ეს ქრისტიანობა. საერთოდ ქრისტიანობამ უდიდესი გავლენა მოახდინა საერთოდ მთელ ამუშველებელ კულტურაზე რა. ჩვენ მოდი ვთქვათ ესეთ რაღაცა, ეს იდეა რომ პავლე მოციქულს აქვს ეს ხა პავლე მოციქული წერდა რაღაც 20-25 წლის მერე ქრისტეს ასე ვთქვათ ჯვარცმიდან ეს ფაქტობრივად ნახეთ რა არის ჩვენ რო ეხლა მე რო ახლა დავწერო 2000 წლის ისტორია ეხლა იყო ჩვენთვის რა
და ცოცხალია ხალხი, ვისაც კარგად ახსოვს, ხო? ის სწორედ წერს, რომ აი რა არის ქრისტიანობა, ხო? ძალიან ელინისტვის სიგიჟე იყო, ხო? ელინისტვის, რომელიც არის ასე თქვენ მაღალ იმაზეა გაზრდილი ერთი ღმერთი და მიუწვდომელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უცბად შენეუნები, რომ იცი, აი ღმერთი მოვიდა მონის სახით და ჯვარს ეცვა, ხო? ანუ ყველაზე უფრო ესეთი სამარცხვინო სიკვდილი მიიღო იმან, ვინც იყო ღმერთკაცი. ხო, ესე ვთქვა, ახლა მაინც შეიძლება ახალგაზრდაც უყურებს, რომ ჯვარცმა იყო ყველაზე სამარცხვინო დამამცირებელი სიკვდილი. აი მონის და იმასაც ძალიან უნდა ხო, მონა დაეშავებინა იმ ამაზე ადამიანს მთლიანად გახდიდნენ დანზე და ჩამოგიდებდნენ ჯვარზე და საშინელი ტანჯვა იქ, რა ვიცი, ჩიტები ხო, ნუ როგორც მოკლედ და აი ეს რო სწორედ გამარჯვება ღვთის მიერ გამარჯვება და ჩვენი ასე თქვა ხსნა, გამოხსნა და ეს სიყვარული სწორედ ასეთი ამ გზით არის მონის სახით და ასეთი სიკვდილით და ასე შემდეგ ეს საკმაოდ ისეთი აზრია რა ძნელად მისაღებიც არის და ასე თუ პარადოქსალური აზრია რომ თურმე შენ სუსტმა გარეგნულად სუსტში შეიძლება იყოს ეს იყო ხელა ძალა ხო ძირითადი გადატრიალება ეს იყო ქრისტიანობის მოსვლის ეს სიკვდილის სიკვდილითა დამხრუნველი აი სუსტი გარეგნულად და იქ არის ესეთი და მე ხა განთავისუფლება ხო ხო იქ ვიც ჯვარზე აქამდე იყო რომ ვინ ჯვარზე გააკრეს იმან წააგო ხო ეს არის მე გაგაკარი ჯვარზე ესე იგი მე მოვიგე მართალიც მე ვარ ჭეშმარიტება ჩემთან ამას სოფლის გადახსახედიდან კი მოიგო მაგრამ ჩვენ ხედავთ ეს დღეს ხდება დაბრუნება თქვა რომ შეხედოთ დღევანდელ პოლიტიკაში მაინც არ გამეძლო თქვა სადაც ძალა არის მე თუ ძალა მაქვს მეც მართალი ვარ აი ეს რომ სუსტის გამარჯვების ამაში რომ გადახედავ ჩვენს ისტორიას ახლა იმ აი ქართლის ცხოვრება რო თქვი სიამოვნებაში ჩვენმა ერმა, ეს აღიქვა, რომ ეს სასჯელების მუდიც და თავის იზუსტე, ეს ამაში პოულობდა ძალას ხედავდა, ეს კი არის აი ამ ფილოსოფიით ისაკდა. ხო, ესეც ქრისტიანობაა. მე ჯვარზე კი მაკრავენ, მაგრამ მე აი ეს არის მე ამ გზას გავდივარ და მე არ უმარცხდი. ანუ მანამდე იყო რომ მე თუ ესე იგი მომიგე აი უხეშად რო გითხრა სიმღერებ ტერო დამჩაგრე არ ვსტირი ესა მე ვაგებ მაგრამ ფიზიკურად ვაგებ მაგრამ სულიერად არ უმარცხდები აი ირხევიან ვით აი ჩვენი აი რო გამოიღო რა ირხევიან ვით ქართლაგან ძლიერთან ვით არ ლერწამი მე გადავიხრები მაგრამ მაინც ვდგები ფეხზე მაინც და აი ეს ამ ესე იგი მის ფილოსოფიაში შემოდის ეს ქრისტიანობა ამ ამბავში რომ მე კი ბატონო ჯვარზე შეგიძლია გამაკრა შეგიძლია ჯარლედინი მოხვიდე სიონს გადახადო ტაძარი და გავწერო და ეს გააკეთო და მაგრამ მე ამას დავაკეთებ იმით რომ მე ხაცფეხს არ დავაბიჯებ და დავრჩები ის რაც ავარ და მოახერხა მეორე წორი შევხებ მე დავრჩები ის და მივხვდით ბევრი ესე ვთქვათ წანჯვისა და ჩვენც თვითონ ვიყრით ამან უნიკალური ამბავი მოახერხა საერთოდ და თუნდაც ერთი რამ მოახერხა მის დასტური ეს მესერვესაც დათქვამი რამოდენიმე საათ დათქვამი და კიდე გითხულობდი თამაშანტალ სხვა კონტექსტში აქ დათქვამი ერთადერთი ლიტერატურულად დადასტურებული ანუ სალიტერატურო მიტროშეულია დავადასტურო ერთადერთი ერია მსოფლიოში რომელიც იმავე ენაზე საუბრობს დადასტურებულად რომელზეც საუბრობდა 1500 წლის წინ ნამდვილად და აქვს რომ თაბაჩენკოს რომ მიხეილ ჯავახიშვილის წერია რომ ექსპერიმენტი ჩავატარეო ქართლში წავედიო და შუშანიკის სამება წავუკითხეო გლეხმა გაიგო ვერ გაიგო 100 სიტყვაო მასებელმო ამდენი ვერ გაიგო მე ვერ გავიგე 30 მაგრამ შინ არის ყველამ გაიგო რაც წერია ხო და ესეთი მე მინდა გიორგი იცოდე რომ ესეთი არ არის ანუ ის ზარღვი არის შენარჩუნებული ფსიქიკა შეინარჩუნეს ზოგიერთი საერთოდ არ არსებობდა მაგრამ ამან ერმა შეინარჩუნა ეხა შენ მოგითხრა რომ მოკლედ როგორი სიტუაცია იცი რომ ჩვენი დღევანდელი ქართველი რომ იყოს და რომ შეხვდეს მე-5 საუკუნის ქართველს ერთი ორი დღის შემდეგ ჩვეულებრივად ესე ვთქვათ ისაუბრებდა რაღაც სიტყვას ესე ვთქვათ აი ხლა მითობეტეს დღევანდელი შეიძლება კოუჩი ვერ გაეგო და თინეიჯერი და რაღაცა მაგრამ მე მიხვდებოდი რომ ყრმა უნდა თქვა და გაიგებდა ამას ხო ეს ამობ
იმენებში, სადაც ლიტერატურა არის და ლიტერატურულად შეგვიძლია რომ დავადასტუროთ ეგ ამბავი. აი ესეც არის. ხო, ანუ არსებობს ისეთი დღევანდელ იტალიელს ლათინური არ ესმის. დღევანდელ ინგლისელს არ ესმის შექსპირის ენა, ხო? არა, იტალიელს ეს არის, ხო, შექსპირი ასე თუ ისე როგორც ჩა. არა, თლად ბოლომდე არ ესმის. გასაგებია. ცოტა სხვა ენაა მაინც. კი. ხო, ეხლა რა თქმა მინდოდა, ნახეთ, აი რაც ჩვენ ვიცით, მაგრამ კიდე ერთხელ ვთქვათ, რომ ებრაელები ელოდებოდნენ მესიას, ხო და მაშინ თავარი ძალა რა იყო ეს რომის იმპერია აწვებოდა ამ ებრაელებს და ელოდებოდნენ ვინ გაგვანთავისუფლებს და ვინ აღადგენს ისრაელს, ხო და მოვიდა იესო და ბევრი მაგიტომ სწორედ მას მისდევდა და შემდეგ რო აღმოჩნდა რომ ეს კაცი აპირებს არაპირებს რომის ბატონობისგან ბატონობას, ხო, ბევრი ასე ვთქვათ დაცილდნენ და სწორედ იესომ თქვა რომ ჩემი მეუფება ჩემი, ანუ ჩემი სამეფო, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნიდან არ არის. ანუ და განთავისუფლებას რაც ეხება, ის ებრაელიერი პოლიტიკურად არ განთავისუფლა, მაგრამ თავისუფლება ჭეშმარიტება მოდანა და არა მარტო ებრაელებს, არამედ სოფლიო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფლების იდეა, რომელიც ქრისტიანობიდან მოდის. პიროვნების თავისუფლების იდეა და ეს არის, რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ სწორედ ჩვენთვისაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და იქ პირდაპირ ეუნება თავისუფლება რა არის იონის სახარებაში, რომ თავისუფლება არის ცოდვათაგან გათავისუფლება და არა ის რომ რაღაცა შებოჭი. მე გაგანთავისუფლებ. მე გაგანთავისუფლებ. მე გაგანთავისუფლებ. ანუ თავისუფლების განსხვავებული იდეა შემოაქვს საერთოდ, ვიდრე მანამდე არსებული. ის ნინო გამოყვა ებრაელების კვალს, იმიტომ რომ იმ გადმოცემის უხედავთ ის ელიოზი და ლონგინოზი. ებრაელებთან ხო, ლონგინოზი ჩავიდნენ აქედან ბაგინეთიდან და ჩამოიტანეს ქრისტეს კვართი და მას აინტერესებდაო სად არისო და ჩამოდის და სწორედ იმ ებრაულ თემთან მოდის და იქიდან ხდება. აი საოცარი ისტორიებია იქ რაღაცნაირად აი ბოლო ჟამის ისენია თქვათ ძალიან ბევრი ნიშნებია ბოლო ჟამის. ხო შეიძლება აქაც ეს ადახე სისუსტის ძლიერებაზე როცა ნინოს ღვთისმშობელი ცხადება რომ უნდა წახვიდო მე პატარა სუსტ გოგოს რა შემიძლიაო აი ადაქარი რომ სისუსტის ერთ-ერთი ამ ხო ღმერთის ძალა სწორედ ხდება ამას ქვია სწორედ რომ შენ განთავისუფლდები და მისცემ საშუალებას მისცემ ღმერთს რომ ღმერთმა იმოქმედოს შენ ამ რელიგიის არც ეს არის ხო ფრესკაზეც წმინდა გიორგი რო იმარჯვებს ეს კუნთებით არ იმარჯვებს ეს მერე გადადის იმაში ხო წმინდა ხო ეს იმაში გადადის რომ ხატრობა ხო მართალია თქვათ ეს რაინდობაშიც და იმაშიც ხო ვაჟკაცობა შენ კი ისახარ მეომარი ხარ რაღაცა მაგრამ საბოლოო ჯამში შენ ღმერთის წმენით იმარჯვებ ხო ღმერთის წმენით იმარჯვებ და ეს ევროპაშიც არის ძალიან ხო და მე დაუბრუნდეთ მაინც ეს პირა გითხვა აი შემდეგ აი რომ ჩვენი აი დღევანდელი მასში ეს კი თვითონ თემაა რომ ქრისტიანული ცივილიზაცია ჩვენ ახლა ეს ხშირად არის ხოლმე გაიგივებული არ ცუდი ამაში არ ტრაგიკულია რომ ქრისტიანული ცივილიზაცია ევროპული ცივილიზაცია ჩვენ მაინც ეს მოიაზრებოდა ქართულის ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილად მოიაზრებდა ქართული ტრადიცია და მათ შორის ძალიან გამოკვეთილად ამობდა ეს არის რომის მიუხედავად პოლიტიკური წინააღმდეგობებისა პოლიტიკურად კიდეც ომობდნენ, მაგრამ ცივილიზაციურად ამობდნენ, რომ აი ეს იყო რომი. ჩვენ ბიზანტიას დაუძახებთ, დაუძახებთ ის რომის იმპერია იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მოხდა სწორედ აღმოსავლეთში მოხდა ეს განხეთქილება, რომელიც მე-6 საუკუნეებში რომ მოხდა, აი თქვა ქართულ სომხურიც მონოფიზიტობასა და დიოფიზიტობასა. ესე იგი, ხო, უმთავრესმა ამ ეგრეთ წოდებულმა ეროვნულმა ეკლესიებმა ანტიიმპერიული მიმართულება არის, ხო, თქვათ, იქ, თლათ ახლა მონოფიზიტები არ არიან, თქვათ, ერთ ბუნებას არ აღიარებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ქალკედონის კრება არ მიიღეს და ქართველებმა ბევრი ესე თქვათ იმის მერე მიიღეს სწორედ ეს იმპერიული საქართველოს ერთადერთი არის ამ ეროვნულ ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ეკლესიებში, რომლებიც დარჩა ერთობაში კონსტანტინოპოლთანაც და რომთანაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მეცაც გეტყვით ერთადერთია
ერთადერთია და მეცაც გეტყვით, როდესაც რომთან მოხდა განხეთქილება აღმოსავლეთის, ქართველებმა ეს ვერც გაიაზრეს და ვერც ეხლა ბერძნებისთვის უფრო ის იყო, იმიტომ რომ 1204 წელს გააწიოკეს სწორედ ჯვაროსნებმა ისა, მაგრამ ჩვენთან ესეთი ტრავმა რახან არ ქონია. ეხლა მაგალითად რო კითხულობ, აი არის ამაზე დავა, რომ სულხან საბაო კათოლიკე იყო თუ მართლმადიდებელი. სულხან საბასთვის ეს ერთი ეკლესია იყო. და რუსუდანის წერილები პირდაპირ არის, ხო? პირდაპირ რუსუდანის წერილები არის. მე რას ქართველები ამ ხრივ არიან აი ერთიანი ეკლესია ერთია, ხო? ცალკე არ არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი წამს ვამბობთ. ხოჭის ერთადერთი არის ქრისტიანობა, სადაც წამში არის რომ წამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. და ის არის ერთი და ჩვენ ამ ერთიანი ეკლესიის ყოველთვის შევოდით ნაწილი. ეს სხვადასხვა ყოფით დონეზე მაგრამ ყოფით დონეზე საქართველოში არის გამოთქვა, ხო, ეს ადამიანი არა ხარ, მოგითხრა, ქრისტიანი არა ხარ, მას გეუბნება რომ მართლმადიდებელი არა ხარ. აი რუსეთში სხვათა შორის არის люди православные, ხო? ესე იგი აი მომეშველე, აი საშუალოდ აქ კრა აი ადამიანი მოგმართავს ქრისტიანი, რომ ქრისტიანი უყურებს ამ სიტუაციას და მეცაც გეტყვი შინითაც მე ყოფამს მოიტანა რომ ეს შემდეგ აღარ იყო ესე ვთქვათ ესეთი წვავე შემდეგ შუა საუკუნეებში ესეთი ბრძოლა აღარ იყო შინით კონფესიური თუ ეშლება აი კონფესიური დაპირისპირება ყოფით დონეზე ჩვენთან ხო აი კეთ უკვე შუა ჩვენთან სამწუხაროდ ის მოხდა რომ სომხეთის ეკლესია და საქართველოს ეკლესია აღმოჩნდნენ ხო მაგრამ შემდეგ ყოფით დონეზე მაინც ძალიან რთულია ესა რთული მაგრამ ესეთი რომ აი დონეზე არ ხო ნუ რას გულისხმობ არც ვიდა საფრანგეთში რაც იყო და პარტლომის ღამე და რაღაც ეგეთი არ იყო შეიძლება ჩვენმა გაჭირებულმა სიტუაციამაც მოიტანა ახლა ვთქვათ ახლა იმიტომ კი არა რომ მაგრამ ნუ ფაქტია რომ არ ყოფილა საქართველოს როცა გააერთიანა მთელი კავკასია იქ იყო მცდელობები რომ ასე ვთქვათ ისევ გააერთიანებულიყვნენ და იყო ასე ვთქვათ შეხვედრები და დებატები და ასე ვთქვათ რომ ცივილური გზით და არა ვთქვათ ძალმომრეობით მაგრამ ეს შემდეგ ახლა მე-18 საუკუნეში აბსოლუტურად ჩვეულებრივი ურთიერთობები იყო თბილისშიც ეს აღწერილია ესე ვთქვათ ბატონო, ანუ ქორწინებებიც კი მე-18-19 საუკუნემდე მაგალითად კათოლიკურ შერეული ქორწინებები ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხშირ შემთხვევაში. მით უმეტეს ისე ვთქვათ თავადაზნაურობის დონეზე. ეგ არა მხოლოდ ჩვენთან სხვათა შორის ამას წინასწარ სადღაც ნახულობდი რუსულ ეკლესიაში, რუსულ გარემოშიც ეს ანუ შერეული ქორწინებები, ინტერკონფესიური ქორწინებები ჩვეულებრივი. მე ვუბრუნდები ამ ცივილიზაციურ სიტუაციას, როდესაც საქართველოს ეს ევროპის ადგილ ტოლვაც მაგით იყო რომ ეს ქრისტიანულ დიდ სივრცეზე გასulis, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეისახებოდა ყოფაში ქალთან და ჩვეულებრივ დონეზეც ხო აი ახსენე შენ ქალთა კაცის დამოკიდებულება ადამიანების დამოკიდებულება ღვინისა ძალიან მნიშვნელოვანია ღვინისადმი დამოკიდებულება და ეს ხან ჩვენ იუმორად ვამბობთ, მაგრამ შარდენსაც და იმას უწერია, არაფერი იუმორისტული საგანი არ იყო, იმიტომ რომ ის რასაც გრძალავდა და ეს ხო გინა ყოფით დონეზე და გინა მისტიურ დონეზე ღვინის მას რო უგრძალავდა, ეს იწევდა ესე ვთქვათ დიწიდან დოგობას ვენახისადმი დამოკიდებულება, ეს ვენახი არ იყო უბრალოდ იმასე არ იყო უბრალოდ პროდუქტი ეს იყო და დღემდე ესეა საქართველოში ხო ეს არ არის უბრალოდ პროდუქტი თუ ნამეტანი გადაგვარებული არ არის ადამიანი ის ამისადმი გენეტიური მოწიწება არსებობს რატო ახჩოულო ეს არ არის წვენი რომ დამისხით და ჩამოვასხამ და ესე ვთქვა დავლო და ასე შემდეგ ეს არის ამას იწვევს ესე იგი იმთავითვე ინტუიტიური ტოლვა აი ესე ვთქვათ სულთანამოდბეების ზებნა სულხან-საბას ამბავი და სულხან-საბამდე კიდევ ეს უამრავი მცდელობა არის ერეკლესი აგერ ათასგზის სულხან-საბა წვერი თათრიესო მაშინ გაუგებრობა იყო და რაც ერეკლე მაშინ ვერ გაუბედეს რაც ახლა მარტო ესე იგი ვინც გაიარა და გამოიარა ესეთ გადარდაეზარა და ესეც რას ვაუბრ, ესეც აი ამისი იყო ერეკლესი. სხვათა შორის ერეკლეს ბოლოსო
ხო მითები არის დღემდე და განანდა შეუძლია ტელევიზორში დადგენ მოყოლენ ზღაპრებს ყვებიან რა ასე ვთქვათ ზოგი ვითომ გულდამწვარია ხან მოყვებიან ხოლმე რომ ერეკლეზე რო აი ომში არ გამოიყვანა და 20,000 ქართველი ჩამოვიდა დასაფლავებად და ზღაპრებს იგონებენ ეს ერთად ადგილას ერასაკურული ჭირი ბძურვარებდა და ცლუს ჩამოსვედეს მაგრამ ერეკლე სიკვდილის პირას არის ალბათარი და ბულიონი თქო მოგიხარშავთო და უარი უთქვია მე რო ესო მარხვა გავტეხო ერი წაწყდებაო მე ერი რას სიტყვისო კი ბატონო მოკლედ კიდევ ის ელემენტი ანუ ამ ქრისტიანობას ცხადია რომ ეხა პერსონალურად ან ინდივიდისთვის ესე ვთქვათ ხო ეს არის სარწმუნოების საკითხი და ღმერთთან ურთიერთობის საკითხი მაგრამ რადგან ვსაუბრობთ ქრისტიანობის მიღებაზე და ესე ვთქვათ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ხო ამას არ აქვს უბრალოდ ესეთი ინდივიდუალური ღმერთთან ურთიერთობის ასე ვთქვათ კონტექსტი და ის აი წეგან ვახსენებ ინტეგრატორის ფუნქცია, რომელიც მასე ერთის მხრივ იმ დიდ იმპერიაში ქონდა, მაგრამ მეორეს მხრივ თავად ერის შიგნით ქონდა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მე ცოტა მოგვიანებით შუა საუკუნეებში ვხედავთ, როგორ იქსაქსება ერიამ სამეფო სამთავროებად, რაღაცა სხვადასხვა ესე ვთქვათ, ფრაგმენტაცია ხდება ამის, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ ფრაგმენტაციის მიუხედავად, ის რაღაცა სარწმუნოებაში რჩება ერთი ენაზე მეტყველებს. ხო, რას უჭირავს ეს ერთიანობა? ანუ თლიანობაში მე-4 საუკუნიდან მოყოლებული, ანუ ჩდება სერიოზული ინტეგრატორი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ეს ეს ხალხი მანამ სანამ გაჩნდება ერის სახელმწიფოს იდეა, ხო? იმიტომ რომ ერის სახელმწიფოს იდეა რო ჩნდება, გვიან ჩნდება ნაციონალიზმი, მე-19 საუკუნის ნაციონალიზმი ეს შემდეგ ერთობას არ კარგავს. ერთობას არ კარგავს, იმიტომ რომ რჩება, ესე იგი, რჩება ლოცვის ენა. კი. წიგნის ენა, წიგნიერების ენა. და თან წიგნი ერთია, თითქმის ერთი რამეა წიგნი რა, ანუ აი ჩვენ რა ალბათ მაგალითად სხვადასხვა ენები ხო გვაქვს ხა მეგრული, სვანური, იქ აფხაზური ხო, მაგრამ ის რო იზრდება, თქვა ბავშვმა უკვე იცის რომ ის როცა დაიწყებს ლოცვას, ის ქართულად ლოცულობს, გალობას, წიგნის წერას და კითხვას ქართულად და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო. გალობას. და ის კითხვის დეტალს ეს კი დავდე და ხალხურებს მეგრულად ვღერით. და გალობას ქართულად და აგერ უგონია რომ ესე ვთქვა აი ყველაზე გაჭირებაა და ერეკლეს დროს აქო უკვე ფეხზე დგება რა ქართლი ერეკლე თემურაზმა დააყენეს და ყველა კულტურის ამბავიც იყო მარტო ღვთისმსახურების არა და გალობა იყო დაკარგულიო ქართლშიო და გურიიდან ჩამოიყვანესო გალებლობი და აქ გურიიდან ჩამოიყვანეს და დასახდნენ გვარი სახელი ეგრე წერია ანუ ამათ იცოდე რომ ერთი ის რაც კრავს, რაც აერთიანებს ამათ ეს ამბავია და შიგნით ნუ ხატი და ხო რასვობა ეს შედრითიც დაიწყე ბაბათი შეთქოლებით ლაპარაკობ ურთიერთობიდან და რითიც დაიწყე გარი რომ ეს როლს კი არ თამაშობდა თვითონ იყო ეს თვითონ იყო რაც ხო ეგ არის მთელი ამბავი მე თვითონ ვარ ისო რომ ხო, ესე იგი, როგორც ჩვენთან, ესე იგი, მინი ესეთი ისე, როგორც დასავლეთში იყო ლათინური იყო, შენ თუ გინდოდა რაღაცა რომ ყველას წაეკითხა, ნიუტონმა თავისი ძირითადი შრომა რომ დაიწყო მეცნიერება და გადაატრიალა ყველაფერი, დაწერა ლათინურად. იმიტომ ისე ჯერ ისე იცოდნენ ლათინურად. ჩვენთან ეს ესეთი შემკვრელი იყო ქართული. ლევან დადიანი, რომელიც ამას აძლიერებდა ქრისტიანობას და ხატი და ჯვარი და შემკობა და ეკლესია ლონო ცნობილი სიტუაცია ის ამ ქართული იდეას და მისი და ქართული ცხოვრების გადაწერა და აი ამაში იყვნენ და ნუ ეს გვერდზე მიდიოდა ეს პოლიტიკური ცხოვრება და ერთიანობის ესე იგი მაგალითად ჩვენ რა ვუნდით ეს ერთიანობის აი მიხედვით გაჭირებისა აი ქრისტიანობამ გამოატანა და მოიტანა დღევანდლამდე ეს 1700 და ენამაც და რუსთაველმაც თქვა რუსთაველს ეხა ხო იწერდნენ და ატანდნენ მზითებში თელ ამხელა მაშ ხო ნუ ანუ საბოლოო ჯამში ანუ ის კი ის საერო-ტექსტია რუსთაველი მაგრამ ეს არ არის სეკულარული ტექსტი ანუ აბსოლუტური სეკულარული ტექსტი ეს არ არის ხო ანუ ღმერთი იქ ძალიან ნუ ეხლა დღეს აღარც არის დავა ამაზე იყო რომ ეს არის აბსოლუტურად ქრისტიანული მსხვერპლობით გავშლილი და ხო ანუ მე მისქანიდა რომ აღარ გეტყვით ეხლა აქ
ჩვენი ფორმატი არ არის და შეგნით აგერ არის ეხლა აღარ ხდება თორე კიდე კაი მოესრო და ეს გამოკვლევები და მარტო ზიანი ღამე რო ამბობს ესე იგი ხო ვებსაიტში რო არის ამაზე და ნათელია უკვე ეს რაზეც არის შეგით ლაპარაკი და მთლიანად ამ ფსიქოლოგიით არის გამშვალული ყველაფერი პროლოგიდან დაწყებული და მისი ადამიანებიც აი რო თქვი ქალი და კაცის ურთიერთობა როცა არის ეს არ არის ვეფხისტყაოსნის ქალი არის აი ამ სოფხედველობის არეალში გაზრდილი ეს არ არის საკუთრება ან ნივთი რაც იყო რაღაც კულტურებში თავისთავად ხო და კიდე რა ვიცი იმისიც უნდა ვთქვათ რომ ეს სიყვარული საღვთო სიყვარული ეს ადამიანის მიმართ სუსტის მიმართ ეს მოწყალება ეს ქრისტიანობამ ძალიან ჰუმანიზაცია გააკეთა საზოგადოების მაგალითად ბუნებრივად ამ რომის იმპერიაში ეს მონობა დასრულდა მონობა ყველგან იყო ნებისმიერ ცივილიზაციაში იყო მონობა დასრულდა. ნუ შემდეგ ისე კი იყო მონობა, იმიტომ რომ ეს ევროპელები რო ჩადიოდნენ აფრიკაში, იქ იყო პირდაპირ ბაზრები იყო, ხო, მონობის. აქაც იყო. იქაც შემდეგ თქვა მონობის გაუქმებაშიც ქრისტიანებმა დიდი როლი ითამაშეს. იმიტომ რომ ქრისტიანობაში ჩვენ ახლა სწორედ ახლა მოდის ახლა ძიმე მარხვა იქ ვკითხულობთ ჩვენ სახარებაში, მათეს სახარებაში, რომ ქრისტე ამბობს, რომ როცა ეკითხებიან, როდის გაგიკეთეთ ჩვენ ეს, რომ მოდით სასუფეველში ჩვენ როდის გაგიკეთეთ ეს, როდის დაგალევია წყალი, როდის მოგინახოთ რა რომელმაც ერთ ამ მცირეთაგანს ეს გაუკეთა, მან მე გამიკეთა. ანუ ფაქტობრივად ქრისტე თავის თავს აიგივებს იმ ადამიანთან, რომელიც გაჭირვებაშია და რომელსაც გაჭირვება ჭირდება და შენ უნდა გაუმართო ხელი. ანუ ეს არ არის რაღაც დამატება ქრისტიანობაში, ეს არის მისი არსი, თქვა, სიყვარული და მოყვასის დახმარება და ამან მთლიანად დიდი რეგიონი, თქვათ, შედარებით, ნუ ცხადია ხა ბევრი ბრუტალობებიც იყო და ბევრი იყო ამ საუკუნეებში, მაგრამ ზოგადად მაინც ამ დიდი როლი ითამაშა ჰუმანიზაციაში და არა მარტო ქრისტიანობაში, მაგალითად ისლამიც ფაქტობრივად ქრისტიანობაზე დიდწილად ღმერთი მოწყალეა და თქვა თუნდა შემდეგ აი საკმაოდ დიდ რეგიონში. აი მართლა თუ გვინდა რომ გავიგოთ ჩვენი ქრისტიანობა, უნდა შევადაროთ სრულიად სხვა მოწყვეტილ თქვა ჩინურ კულტურას უნდა შევადაროთ და თქვა იქაურ იაპონურ კულტურას უფრო. თუ ჩვენ გვინდა მართლა გავიგოთ და კიდე სხვადასხვა კულტურებს ცივილიზაციო თუ გვინდა ჩვენ მაინც იმდენად ასე ვთქვათ ერთი ეს ბერძნული იმაზე ეღნობა ყველაფერი ხო ელინიზაციაზე და მე კიდე ასე ვთქვათ ქრისტიანობა ხო ლევან ახლა ეს უკანა დაშვებისთვის მაგრამ აი თუს ვიტყვი თუს იმიტომ კი თუ ჩვენ ჩავთვლით რომ ის რომ ჩვენ ვარსებობთ რომ ქართველი არსებობს როგორც ასეთი თუ არ გაითქვიფა ზოგადად კაცობრიობაში თუ ჩავთვლით რომ ეს დადებითი მოვლენაა და თუს გაზრახვა ამბობ მე იმიტომ რომ ნუ ტოვებ რომ ვიღაცა შეიძლება ეს არ არის ღირებულება რამდენ შეიძლება ჩავთვლოთ რასაკვირველს ვფიქრობ რომ და იმ ისტორიას რო გადავხედავ ჩვენს გარშემო და რეალობას რომ არა ქრისტიანობა რომელიც თავისთავად თვითონ გლობალისტური სოფხედელობა გლობალისტური რელიგიაა და გაერთიანებისკენ არის რამდენად ამ სოფხედელობით უარყოფილი იყო გამშვალული და კიდე უამრავი რამით რა ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე ასპექტ შევეხეთ რამდენად იყო მოსალოდო ჩვენ ქართველობა შეინარჩუნებდა ქართველობას ან იგივე მე გვერდიგვერდ ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთბეთქოში ვართ იგივე სომხები თუნდაც იცი რა მან საინტერესო ისიც არის რომ მაშინ რა არის ქართველობა ხო ანძნელი ქართველობა შეიძლება უწოდოთ იმას რაც პრეისტორიული პერიოდი ანუ პრექრისტიანული პერიოდია ანუ იმას შეიძლება ჩვენ იმასთან იდენტიფიცირება ესე პირდაპირ მოვახდინოთ ეს ცოტა რთული ამბავია რომ აი ქრისტიანობა რომ არა რა იქნებოდა როგორ იქნებოდი თუ არა ქართველები ანუ იმიტომ რომ იმას ქონდა შენარჩუნების პოტენციალი იმიტომ რატომ ამბობ ნახე რომ ერთი მომენტია აი ნახე როგორ რაღაცა ანუ პრექრისტიანული კულტურა როგორც ჩანს რაღაცა მომენტში მაინც უნდა გარდაქმნილიყო რაღაცა სხვაში. აი მაგალითად როგორც ისლამი შემოდის იმ ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ აღმოსავლეთში უბრალოდ იმიტომ რომ ისლამიც შემდგომი ნაბიჯია, ესე ვთქვათ, პირობითად რომ ადამიანის
ღმერთთან ურთიერთობაში შემდგომი ნაბიჯი, ანუ ის მას რაღაც წარმოდგენები აქვს, ეს ანტიკური წარმოდგენები ღმერთის შესახებ და მე მოდის ისეთი ტიპის რელიგია, როგორც მაგალითად ქრისტიანობა, ან მე იქ ისლამია და ასე შემდეგ, რომელიც ახალ სიტყვას ეუბნება ღმერთის შესახებ. და სხვაგან გადადის, სხვა მოცემულობაში გადადის. ანუ აი წეღა რომ ამბობდა პავლე მოციქულის მომენტში, რომ ელინის წარმოდგენა ღმერთის შესახებ იყო სხვანაირი და შემდეგ უცებ ქრისტე შემოდის. ანუ აი ის იყო, ესე ვთქვათ, ანტიკური წარმოდგენა, ღმერთი იყო ისეთი, აი მაგალითად ზევსი, რომ აი დაგჯის და ყურს აგიწევს თუ ცუდად მოიქცევი და ასე შემდეგ. არა, ზევსითანაც არ იყო შემოქმედი ღმერთის. ღმერთი იყო შემოქმედი იმის ღმერთის შვილი, რომელიც მამამ მოკლა. ანუ ღმერთების შესახებ იყო რაღაც სხვანაირი წარმოდგენა. ხო. ანუ იმ წარმოდგენებში დარჩენა შეუძლებელი. ებრაული გაგება ღმერთის, აი ბიბლიური, საკმაოდ განსხვავდება სწორედ იმ თუნდაც რო ავიღოთ ნეოპლატონიზმი რო ავიღოთ და ასე ვთქვათ ბერძნული მაღალი ფილოსოფია რო ავიღოთ, საკმაოდ განსხვავებული წარმოდგენებში დარჩენა შეუძლებელი იყო, რაღაცა ახალი ნაბიჯი უნდა გადაედგა. იმ წარმოდგენებში დარჩენას გულისხმობა რა კიდე ნაკლებად, იმიტომ რომ ის იყო ის იგივე რო თქვა, ის რაღაცაში უნდა განვითარებულიყო, ესე ვერ დარჩებოდა სოფელს იქ ყოველ შემთხვევაში რაც აღწერა გვაქვს, ის სოფელი ესე ფიქრობდა, ეს უნდა თანდათან ყოფილიყო ესე ვთქვათ, გაერთიანება უნდა ყოფილიყო რაღაცის და ერთი ღმერთის იდეა იყო უკვე, ესე იგი, იგივე კონსტანტინე ოჯახი და მისი მშობლები და ბავშვობიდან ერთი ღმერთის არა, რას გულისხმობ, იდეა იყო, მაგრამ აი რასაც ვავუთ ჩვენ ქართველი რაც არის, ქართველი რაც იყო, რომ იქ იყო ნათესაობის განცდა, ნუ სოფელსა თუ თემსა თუ ტომებს შორის და თქვათ რაღაცა, მაგრამ ეს ჩვენ ვიცით რომ ეს სრულიად საკმარისი არ იქნებოდა რომ ერთიანად გაგრძელებულიყო. ამათ კიდევ უნდოდა რომ რაღაცა ჩამოყალიბებულიყო ესე რბილად ვთქვათ, ახლა შეიძლება სოფხედველობრივი ერთიანობაც უნდა ყოფილიყო. ამ ადამიანებს უნდა ეს ბევრი რამე არის, ყოფით დონეზეც არის, მათ შორის ვაზია, მათ შორის ამბავია, მათ შორის რასაკვირველად თავარი არის კიდე წარმოდგენები. მაგრამ ეს ერთი ამბავია, რომ ის უნდა იქ გაერთიანებულიყო და როგორც ჩანს იქ როცა დავიწყეთ ჩვენ საუბარი რომ აქ დახვდა გინდა რომს და იმას, ესე იგი ეს რაღაცა დონეზე მათ მოაზრებული ქონდა და სხვა შორის პირდაპირ ვთქვათ რომ მთელ ისტორიაში აშკარად ჩანს, ახლა მე აღარ წავალ იმაში რომ ის რო აქეთ არის ქართლი და იქით არის სამეგრელო, ხო, ნუ რასაც ეძახიან ის ევროპელები, ბერძნები კოლხეთს და იბერიას, მათ სრულიად გამოკვეთილა აქვთ ერთმანეთისადმი ნათესაობის გრძნობა, იციან რომ მათ დიდი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. და აღარ გეუბნები ნობელის წარმოდგენა და ასე შემდეგ და ასე. მე აქეთ მხარეს გეუბნები. ეხლა მე გარკვეულ პოლიტკორექტულობას ვიცავ, მაგრამ აი ჩვენ რო ამბობთ ეს ერთია რელიგიური ასპექტი, ერთია თქვათ წმინდა მამებიან და ჩვენი წმინდანები რასაუბრობენ, მაგრამ აი ყოფით დონეზე ადამიანები რო ეს ვითარდებოდა უამრავ რაღაც აგებებს ყავსანი დაწერა, გურამიშვილი გამოვიდა, მე ფილმი გადაიღეს მე-20 საუკუნეში, მე-19 საუკუნეში, ილია ჭავჭავაძე ეს ხომ არსებობდა. ეს რამდენად იყო რომ ვერ შედარჩუნებულიყო, რამდენად შეძლებდა და რო ეგონა თუ ქართველი გაქრა და აი ისეთ ძიმემ სიტუაციაშიც კი ვიყავი რომ თვითონ ვიყავით რომ ილია უამბობს თვითონ ქართველო რო დაიძახო, კაცმა არ იცისო, აი რო თითქოს აი ამას ვამბობ, რომ თითქოს რო ასფალტიც და ბეტონი გადაასხეს და ამოხეთქა მაინც და უცებ ჩვეულებრივად ეგერ გადავიდა და როგონია რომ ცოტა ხნის წინ იყო, აგერ უნივერსიტეტი არსდება ჩეუბატონო და მთელი ამბავია და ჯავახიშვილი და გეგელიძე და მთელი ამბე. ეს რამდენად იყო შესაძლებელი სხვა ესე ვთქვათ რომ ქრისტიანობა არ ყოფილიყო. იმ ზანზინი კითხვა არის რომ მე მაგალითად გარშემო რასაც უყურებ და რაც ბერებს უყურებ, ფაქტობრივად ეს იყო სრულად შეუძლებელი იქნებოდა შენარჩუნება. სახე ხო, ალბათ რთული იქნებოდა. ჩვენ დარჩებოც არ არის, აი, როდესაც ჩვენ ის არ ვიცით რა იყო. არა, ჩვენ მე აქეთ მხარეს გეუბნები, ჩვენ თქვენ წინა ხარ წასული, მაგრამ როდესაც რჯულს უსვლიდნენ, ეს ხდებოდა სამწუხაროდ ჩვენ და ძალიან ხშირ შემთხვევაში და ხდებოდა ფაქტიურად ცოტა ხანში მე ვერ ვიტყვი ახლა მაგალითად რატო შეინარჩუნეს ახლა ვთქვათ ფერეიდანში ქართველობა იმის მიუხედავად რომ იგივე ოსმალეთის ტერიტორიაზე იმის მიუხედავად რომ იცვლიდნენ ისა მე მაინც მე მგონი ენას ინარჩუნებდნენ და რაღაც კავშირს ინარჩუნებდნენ და ენის თემა ძამნიშნულოვანია და ჩვენ პირავით თქვა ჩვენ ახლა აი აჭარაში დიდი პატრიოტიზმი არა ძალიან
აი ფერეიდანში შეიძლება რაოდენობა არ იყო ეს არ იყო, მაგრამ რო თქვა რომ აი ქართული კულტურის ქნადობის კერა არა ქნადობის და ხა იმის ლიტერატურის კერა ვერ იქნება იქ, მაგრამ უფრო ახსოვთ რომ საიდან არიან, ვინ არიან და საქართველოს მიმართ აქვს რაღაც. ჩვენ ხო მე რას გეუბნები რომ ერთ-ერთი არის შენარჩუნება და მეორე არის ქნადობა, სიცოცხლის შენარჩუნება არის შენარჩუნება მაინც მილევადი სიტუაცია. მანდა ქრისტიანობას ჰქონდა უნებრივი გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ენის თვალსაზრისით, ენის შენარჩუნების თვალსაზრისით ენა ხო არის ის რაზეც ქმნი, ხო? ანუ აი თუ ის ქნადობა რაც წამოფ, ის არის ენაში ქმნი იმას, ხო? ანუ შენ კვლავ წარმოებას ახდენ იმ ენაში, რომელთაც აზროვნებ და რომელთაც გადმოსცემდა. ჩვენთვის ეს ძამნიშნულოვანი იყო რატო? იმიტომ რომ აი მაგალითად სხვა კულტურებში, მათ შორის თქვათ იგივე ისლამურ კულტურაში და რაღაცა ერს არ აქვს ესეთი არსებითი მნიშვნელობა საერთოდ. ანუ ქრისტიანობაშიც ესე არ არის რომ გინდა თუ არა ერი რაღაცა უნდა იყოს, მაგრამ ენას აქვს სამაგიეროდ მნიშვნელობა. მაგრამ ისლამისთვის თუ არაბული ენა არის ღვთისმსახურების ენა და სხვა ენაზე არ ითარგმნებოდა დიდი ხნის განმავლობაში ყურანი და ბოლო პერიოდში დაიწყეს მისი თარგმნა, ხო? ის და მით უმეტეს კი თარგმნეს, მაგრამ მაინც ღვთისმსახურების ენა არაბულია. ქრისტიანობაში ჩვენ აი სულთმოფენობის მადლით ეს ზუსტად ეს არის რომ იმენებზე ხდება ქრისტიანობის გავრცელება, რაც ესმით ადამიანებს. და ღვთისმსახურებაც იმენაზე იწარმოება და შემდეგ ენას ინარჩუნებს როგორც და ამით აი აქ ენას ინარჩუნებს როგორც კვლავ წარმოების ინსტრუმენტს. ის არ კლავს ენას რა, ის რომ მოდის ის ენას არ კლავს. პირიქით ამ ენაზე მოდის და ამ ენაზე მოაქვს ღვთის სიტყვა. ხო ეგ ზუსტად განსხვავებაა ქრისტიანობასა და ისლამს შორის. ქრისტიანობა ასე ვთქვათ, იესო საუბრობდა ერთ ენაზე, არამეულზე, სახარება დაიწერა ბერძნულად და ეცნობათ ყველას თავის ენაზე. ხა კი ეს სიტყვის თავისუფლების მილნერი კრიტიკა, მაგრამ ის ილიას სხვადასხვა ფორმით, მაგრამ რამდენჯერმე ნათქვამი ტრიადა რაც ვისწრებ იქ მივიდივართ, ხო თვითონ ამას რომ თვითონ ერთ-ერთ ვთქვათ მე კიდე სხვანაირად ამოს მე კონექტურის გათვალისწინებით კიდე მაგრამ მაინც ამას უტრიალებდეს რომ მამული ენა სარწმუნოება, ხო? ამ ესე იგი ამბობდა რომ თუ გინდა რომ ეს სუბსტანცია თუ როგორც არის შენარჩუნდეს, რასაც ქვია ერი, მას ჭირდება ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცა ჭირდება მას გარსი ფორმა შემკურელი ქვევრი რაშიც ღვინოს ჩაასხამ ტიკი იმავე თაობამ სწორედ ის მოახერხა რომ თქვათ როცა აჭარა როცა შემოვიდა იმპერიაში რუსეთის იმპერიაში მოახერხეს ის რომ თქვეს რომ ჩვენ ქართველები ვართ ერთიანი ისტორია გვაქვს ერთიანი ენა გვაქვს ასე შემდეგ და არა აქვს მნიშვნელობა თქვათ შეიძლება სარწმუნოება სხვადასხვა იყოს მაგრამ ერთინი ვართ აი ეს მოხერხდა რაც მოხერხდა და თქვათ ისინი კი არ გადაასახლეს არამედ ასე თქვათ აი ჩვენ თაობაში უკვე ჯერ კიდე მე მახსოვს რომ ესაც ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ არა ვართ ქართველები ზოგიერთი ჩემზე უფრო თაობის ეს მოხერხდა ხო მაგრამ ანუ ეს მოხერხდა საერთოდ იცი რა აი ჩემი აზრით სწორედ ეს არის რომ ქრისტიანობა როდესაც ეუბნებიან თქვათ ახალგაზრდებს რომ ეს ჩვენი მამაპაპისრელი სარწმუნოება და უნდა მივიღოთ რაღაცა ძალიან ამის ხაზგასმაც არ არის სწორი ჩვენ ქრისტიანობას თუ ქადაგებთ ზოგადად უნდა ვიქადაგოთ იმიტომ რომ ეს არის ჭეშმარიტი და აქ არ უნდა იყოს რომ თქვათ ჩვენ გვაქვს ქრისტიანობა და მამაპაპისაც არის მაგრამ შენ მეზობელს აქვს სხვა სარწმუნოება და იმას კიდე სხვა სარწმუნოება ეს უფრო წარმართული მიდგომაა თქვათ ჩვენ კი მესმის ქრისტიანობა უკვე კულტურაში შემოვიდა და უკვე კულტურა არის ჩვენ კულტურაში გამჯდარია მაგრამ ამავე დროს უნდა ისეც გვახსოვდეს რომ ქრისტიანობა როდესაც ადამიანი რწმენაში მოდის ეს არ არის რაღაც დაბრუნება რაღაც არქაიკაში წინაპრებთან დაბრუნება კი არა ეს რაღაც უდიდესი სიახლეა შენთვის და უდიდესი აღმოჩენაა და რახან ეს დამატებითი ბონუსი ასე ვთქვათ რომ შენ გაქვს ქართულ ენაზე ნათარგმნი ვთქვათ ტელიეს წმინდა მამების და ისაც და ასეთ პოეტურ ენაზე ფსალმუნები და რაღაცა ეს დამატებითი ბონუსი ესე მოგვიწია მაგრამ მე ესე ეს დასაწყისში ეს კაი რაღაცა ვთქვათ საბოლოოდ რომ როლს ასრულებდა და რადგან ესე ეს რო არის ირონია და რადგან ესე როლსაც ასრულებდა კი ბატონო მაგრამ მოდი
ეხლა დღევან ერთი საკუთარი- ბოლოს სანამ დავასრულებთ ეს შეჯამებით ესე წავიდა დღეს რა არის ის, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ საბჭოთა პერიოდში მოგვიწია ასე ვთქვათ ათეისტურ ეპოქაში ცხოვრება, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ იყო ათეიზმი. ათეიზმი იქაც ძვინვარებდა ესე ვთქვათ დასავლეთში. და მე-19 საუკუნიდან იწყებს ის განსაკუთრებით მე-18-ის ბოლოს, მაგრამ მე-19 საუკუნეში განსაკუთრებით პოპულარული ხდება ეს ათეიზმი და რაღაცა კი, სხვადასხვა მე ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით. მე მახსოვს, როდესაც ამერიკელები პირველად თვარეზე რომ ასე მახსოვს სკოლაში ვწავლობდი იმ დროს და თან მაინტერესებდა ეს მეცნიერება და ყველაფერი მაინტერესებდა და იქ რო წაიკითხეს, ესე იგი, ბიბლიის ვინ წაიკითხა იქ იმ ასტრონავტმა, რომ პირველადგან ღმერთმა შექმნა ისა და ჩემთვის ეს როგორი ის იყო, იცით, რომ აი დასავლეთში თქვა ჩვენთან მეცნიერებას უპირისპირებენ სარწმუნოებას და იქ კიდე თურმე მეცნიერება, ტექნიკა, ტექნოლოგია და ყველაფერი და სარწმუნოება თურმე ის არის რა ქვია ორივე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა თვითონ ამერიკაშიც არ იყო თლათ ესე საქმე, იმიტომ რომ ამას იქ შინაგანი კიდე სკანდალი მოყვა, ვიღაცამ თქვა რომ აი რატო წაიკითხა და ასე შემდეგ. ანუ დასავლეთში ესეა და სამწუხაროდ ახლა მე თვითონ პირველი ჩემი განათლებით ფიზიკოსი ვარ და სამწუხაროდ რა დასავლეთის უნივერსიტეტებში მიდის ახალგაზრდა თქვა ხანდახან ქრისტიანი რწმენით და იქ პროფესორები ავნებიან, კაი რა დროს ქრისტიანობაა რა. ანუ ასე თქვათ ძვინვარებს თქვათ ესეთი ათეიზმი, ასე რომ გეთახმებით, ხო? და რა ვიცი, ჩემი აზრით ახლა ეს ასეთი გლობალური მასე რა ხდება მსოფლიოში ძალიან ძნელია მსჯელობა, მაგრამ ჩემი აზრით სწორედ ეხლაც ისეთი ეპოქაა, როდესაც მრავალი ადამიანი ეძებს აზრს. საზრის ეძებს ცხოვრების საზრის რა და ადამიანად ყოფნის საზრის კი ხო საერთოდ ადამიანობის საზრის ადამიანობის ცხოვრების საზრის და ბევრი მოდის სარწმუნოებაში სწორედ ზოგიერთი მეცნიერებიდან მოდის სარწმუნოებაში მეცნიერების გზით ზოგიერთი წინაპრების ზოგი მედის ათეისტში და ეხლა მაგის ცოდნა და მეცნიერი ჩვენ ვერ ვიქნებით, მაგრამ რო შეხედოს ეპოქისთვის იყოს რამე დამახასიათებელი, რო შეხედო ის, აი თქვა ფაქტებით, აი თუნდაც იმითი რა ჩვენ წაგვიკითხავს, რაღაცა ხო წაგვიკითხავს, თქვა რომ რომელიმე ეპოქა იყო, მაშინ იყო და ისევე იყო ეს იყო ადამიანები, რომელიც ათეიზმი და ისევე იყო ჩვენ ხო მიგვაჩნია რომ მე-4 საუკუნე იყო ოქროს ხანა. ბასილი დიდი რო წაიკითხო, და რა ხდება იქ და რა არა, ანუ ქრისტიანულ ეკლესიაში რა ხდება? და სულ არის ეგ სიტყვაი რო იტყვიან ასე ვთქვათ რომელი საუკუნე გინდა როცა დაადე ყოფი მე თუ შევხედავ ყოფით დონეზე რო შევხედოთ. ანუ ეს არის და არა მარტო ქრისტიანობასთან საერთოდ აი ასე ვთქვათ მე რისთვის გამოიყენებოდა ან ესე თუ ის რელიგია რაღაცა პოსტულატი რისთვის გამოიყენებოდა ხო? ადამიანური ცოდვები ყოველთვის ეს რამდენად იყო რომელიმე რელიგიასთან კიდე დაკავშირებული და ასე შემდეგ ეს რო იტყვიან შემდეგი გადაცემების და რთული თემაა, მაგრამ ის რომ ჩვენ უნდა ერთი რაღაცაც არის რომ ჩვენს კულტურაში აი ყოფით დონეზე თანათან შეიძლება და ფიქრიც კი აი რაზე უნდა ილაპარაკო თქვა ყოველ დღე აი ყოველდღიურად და ეს ამბები საინტერესოა, მომცემია მე უფრო მეტის მიმხედრი ხარ და უფრო საზრისი, იმიტომ რომ ეს ძალიან იოლად არის ძალიან გულის გასახეთი გიარება, რაზეც ჩვენ ვამბობთ ხომ? აი იოლად გამოდია მაგალითად ზოგი ევროპაში მიდის, ზოგი შეიძლება არ უნდა ევროპაში წასვლა, ზოგი სადღაც უნდა წასვლა, მიდიან და არ არის სიღრმისეული მსჯელობა ამ საკითხებზე, აი რას ნიშნავს, აბა როგორ არის, აბა და სხვათა შორის არ ვამბობ მე და ისედაც თქვი ამაზე ცინიზმი, მაგრამ არ არის მაინც და მაინც სადღაც წასვლა და რაღაცის დალევა შეჭმა ეს ევროპასთან კავშირში. ამასაც უსმენ ხოლმე მე მინდა რომ ეს ჩავიდე, ეს ამასთან არ არის კავშირში, იმიტომ რომ ის ვინც ქმნიდნენ აი იმ შინაარსი რაც არის ჩახებული, უბრალოდ ჩოხით დადიოდნენ და იმას ქმნიდნენ. აი ამაზე არის ფიქრი როგორ აი რა მიზნები რა გვაქვს ჩვენ როგორ უნდა შევინარჩუნოთ თავი ასე ვთქვათ და მაინც 1700 წელია ისე ვამბობ რომ
ეს დიდი ამბავია. აი ახლა ითქვა, ჩვენ ვართ ეს თავისთავად არაფერ უპირატესობის განცდას არ იძლევა, მაგრამ აი ამის მემკვიდრეები ვართ, რომ ვართ იმ ფაქტობრივად რომის იმპერიას და იმ კულტურის იმპერია და ყველაფერი სიტყვაუდან ზომოთ, თორე რა იმპერია და ეს კი არ რომ აი იმ დიდი კულტურის, იმ ცივილიზაციის, როცა აი ამაზე ფიქრობდნენ, იმის ამბავია, როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება. სხვა ჩვენ თუ ეს უფრო მეტად გვეცოდინება, სტუმარიც რო ჩამოდის, დილობიან და რაღაცასაც ვეტყვით, რომ შეიძლება არც ზედმეტი ჭკუის სწავლება თქვათ რაღაცაში არ გვეგების, იმიტომ რომ აქ რაღაცა ქვები უფრო ესე ვთქვათ მეტყოლებია და შენ მე შეიძლება ცუდი ვარ, მაგრამ იქ ვერ მიმიღებ სადამე თვითონ რაცა ვარ, ხო, იმიტომ რომ ჩემთან ხო როგორც ლეონოდ გარდავა, ჩემთან ხო როლი ითამაშა, როლი კი არ ითამაშა ამის გულისთვის. ხო, ანუ ასე ვიცხოვრეთ ჩვენ. რო შევაშეს ერთ კაირებს გეტყვით, აი უცნაური რაღაცა არის დიდი წიგნშია, საერთოდ ქრისტიანობასთან არის კავშირში და სულ ამხორო. კვდება დონ კიხოტე. და იქ ბოლო წუთები არა გენერალდა. და ჩვენ რაუგარია რა უნდა გაცილება სულელია და მე ამბობ რომ იქო შენზე წიგნი დაიწერა ესო და ხო მე შოდა თვითონ მეო ცუდი დონ კიხოტე არ ვიყავიო. საოცარ რაღაცა სამოცეს რამოდენ ნახე თავის თავზე მე ცუდი დონ კიხოტე არ ვიყავი. იცის კაცო ამან ესე იგი რაც არის. ეგ რამოდენიმე იმაშია ხო? აი აბომიცის რომ მასზე წიგნი შუშანიკმა იცის მასზე უნდა დაიწყო. ესო მეო ცუდი დონ ჩვენ ეს ვიყავით. როლს კი არ ვთამაშობდით. ესე იცხოვრა ამ ქვეყანამ ამ იმით. უბრალოდ როლოს რო შევაჯამოთ. საბოლოო ჯამში ესე ჩანს თითქოს კი არა და ესეა რომ ქრისტიანობა ერთის მხრივ ეს არის ინდივიდის განვითარების რელიგია, ანუ კონკრეტული ადამიანის ვინც ღმერთთან ურთიერთობს, მაგრამ ამასთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიტარული რელიგია, იმიტომ რომ აი ის არის კომუნის ჩამომყალიბებელი. აი იმ ერთობას, რაც ერთად არის და რაც ამ რწმენას იზიარებს, ის აყალიბებს მის ხედვებს, აყალიბებს მის ფასეულობებს, მის შეხედულებას, ერთმანეთთან ურთიერთობას აყალიბებს და ამაში როგორც დღევანდელობა გვაჩვენებს, იმდენად ფუნდამენტურ ძვრებს აჩენს, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია თუნდაც იმ ათეისტურ გარემოში, ათეისტურ გაგებებში და ასე შემდეგ და თვით ის ათეისტებით რითიც დაიწყეთ საუბარი ვერ ივიწყებენ ამ შიგნით დაბუდებულ ესე ვთქვათ ღირებულებებს, ხო? ყველას თვითონ გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ საუბრობთ გუში თუ გუში ძით, აი ყოფით დონეზე რო ჩამოვიტანოთ ყველა ხო ეს არ არის. თვითონ სოფხედველობა, თვითონაც აუნს ამ კვიდრებსაც საქართველოში ვაღობდით შენი ჭირიმეს იდეოლოგია და აი მაგალითად რო არის ლაპარაკი ეგ შენი პრობლემაა რაც ბუდაში ეს ამისი არ არის იმიტომ ვერ იქნება ქრისტიანობაში რო რაღაცას მომნები და რაღაცა რო მეუბნები რომ ეს ტკივა არც უფალთან არის ლუგაშის რელიგია და ეგ ესე იგი როგორც ეგ შენი პრობლემაა სრულიად სხვა სიტუაცია რა აგორიცი ვიშხაპია წარმოიდგინე მე გეუბნები რომ აი ლევან რაღაცა მიჭირს აი ძმაო მეგობარო და შენ მეუბნები რომ ეგ შენი პრობლემაა იმიტომ რომ დასამკვიდრებლად აი ტელევიზორიდან იმიდან არის თუ ესეც თუ ფიქრობ ეგ შენი რა მაგარი არის შენი პრობლემა ეს ამას მოკლედ არადეს სხვა რამეს ასწავლიდა იმიტომ რომ ხო თქვენი ოპტიმისტური სიტყვა და დავასრულებით რასაკვირველია ანუ ქრისტიანობა ერთის მხრივ გამოყოფს ხას უსვამს რომ თითეული ადამიანი არის ხატად შექმნილი ხატად და მსგავსად ღვთისა შექმნილი და ამიტომ თითოეულ ადამიანს აქვს ავტონომია აქვს ასე ვთქვათ ღვთის თვალში აქვს უშველებელი მნიშვნელობა და შესაბამისად დიდი პასუხისგებლობა ერთ-ერთის მხრივ რაც ასე ვთქვათ ამან ლიბერალის სწორედ დაუდო საფუძველი ამაზე ვეღარ ვისაუბრეთ, მაგრამ შემდეგ ალბათ ვისაუბრებთ რა კავშირია ლიბერალისა და მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია, იმიტომ რომ პირდაპირ აქვს ნათქვამი მაცხოვარს, რომ იქ სადაც 2 ან 3 შეიკი თუნდაც 2 ან 3 ჩემი სახელი იქ ვარ მათ შორის, სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი თქვათ პურის გატეხვა და ქრისტე იმიტომ მოდის ჩვენთან როცა ჩვენ ვართ ეკლესიაში და იმიტომ გვაძლევს თავის ის და ხორცს რომ ჩვენ ერთად ვიკრიბებით და ამ ერთობაში ვართ და მარტო მღვდელი ვერ წირავს ხო ორი მაინც უნდა იყოს და ეს სწორედ აი ჩვენ ვამბობთ წამში არის რომ წამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია კათოლიკე საყოველთაო
პირველი მისი გაგება არის მთელ სოფლიოს რომ ეს კი არ არის მთელი არის რომ თლიანობა არის თვითონ თუნდაც სამი კაცი რო იკრიბება ეკლესიაში იქ არის სწორედ ის კათოლიკია უკვე ის თლიანობაა ქრისტეში სწორედ აი ეს არის მნიშვნელოვანი და ის მადლობა სტუმრობისთვის და ამ განხილვისთვის ნამდვილად მოგვიწევს შემდეგ გაგრძელება ამ მეტად საინტერესო თემაზე საუბრის და აქ არის რაღაც შევთქვათ ეს უამრავი საკითხია ცალკე ლიტერატურის რაც ჩვენ ხელმოწიფება ცოტათი მაინც ლიტერატურაზე როგორ გადადის მე ისტორიაზე თუნდაც მე პოლიტიკაზე ხატრობა და ასე შემდეგ არქიტექტურა და სხვადასხვა გამოვლინება ჩვენი სფეროსის რასაც არის რაკნამ მადლობა კარგად ბრძანდებოდი წარმატებები და ვიმშვიდობთ ჩვენს მოყურებელს შევხვდებით ერთმანეთ შემდგომ პოდკასტში